მაშინ ახლა ესე გეკითხები, შე როგორც ქრისტიანობის მცოდნე, ესე რომ ვთქვათ. გარკვეულ დონეზე. მაშინ გეკითხები ესეთ რაღაცას. მაშინ რა გამოდის ადამიანი, რომელიც არის მართლმადიდებლად მონაცვლული, ჯერა იესოსი ატარებს ჯვარს, დადის ეკლესიაში ეზიარება და ასე შემდეგ, მაგრამ მკითხულობს სხვა ბიბლიოთეკას სიტყვაზე და ყველა იმ კითხვაზე, რასაც ბიბლიამ არ გასცა პასუხი, ან უბრალოდ მისთვის არადამაკმაყოფილებლად გასცა პასუხი, ასე ვთქვათ, მეორე მხარის წიგნებმა გასცა ძალიან კონკრეტული პასუხი. ამ დროს რა ხდება? ანუ მეორე მხარეში ჩვენ თუ გულისხმობთ ისეთ წიგნებს, რაც კონტრადიქტორულია ბიბლიის, ამ შემთხვევაში, ანუ ადამიანი ეწინააღმდეგება თავის თავს და ჩვენ ვიცით, რომ ელემენტარული ლოგიკა, რომ და არა, ერთდროულად სიმართლე ვერ იქნება ეს ერთი, მაგრამ თუ ის წიგნები ბიბლიას კიდე ეგზეგეტიკურად აშინა არსებს, ანუ მაგალითად წმინდა მამების გადმოცემები ამას თუ კითხულობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ანუ წიგნი არ შეიძლება ანუ წინააღმდეგობრივი იყოს, ანუ სიმართლესთან, ანუ ბიბლიასთან უშუალოდ. მაშინ ახლა ესე გკითხავ. და ალბათ ბოლო კითხვა იქნება, რასაც დაგისვამ. მაინტერესებს რო გკითხე, რომ თუ ყოლია ათეისტი, რომელიც მოაქცია რჯულზე მეთქი. და მითხარი რომ კი და ვიღაცებმაც დაწევა რომ კი. ეს რაღაცას გეტყვი რომ მე რო სიტყვაზე თქვა რომ მე მყავს ათეისტი რომელიც რჯულზე მოვაქციე, რეალურად მოქცევა ჩემგან არ ხდება. მოქცევა ჩემგან ხდება ღმერთისგან. შენ თუ მკითხავ რომ ყოფილა თუ არა შემთხვევა რომ შენთან საუბრის მერე ადამიანი გაქრისტიანებულა, ესეთი რაღაც ყოფილა კი. ბევრჯერ ყოფილა. მაგას გეკითხები, აბა რომ სხვაფერი მიკითხავ. მანც ღმერთისგან ხდება, ანუ მოქცევას განსაკუთრებით ღმერთი. ეხლა უყურე მაშინ. ამას გეკითხები. ანუ შეუძლია თუ არა ნეოს თავისი ცოდნით რა ცოდნაც აქვს ბიბლიური. ხო. ამ წუთში. შეუძლია თუ არა ჩემნაირი ადამიანი, რომელიც ანუ შენიც ჩვენ გვისაუბრია მაგ თემაზე ძალიან კარგად იცი რაზეც ვlapარაკობ. ხა არა საჭირო მაგ თემაზე კიდე ჩაღრმავება. მოაქციოს რჯულზე. შეგიძლია თუ არა ეგ? ანუ ზოგადად ხო იცი რჯულზე მოქცევა ვინც მოქცევას ცდილობს იმ პიროვნების მაშინ კიდე უფრო კონკრეტულად გეტყვი. როგორ ფიქრობ, არის თუ არა შენი ცოდნა საკმარისი იმისთვის, რომ შეძლო, რომ მე აბსოლუტურად ბიბლიის ჭკუაზე გადამიყვანო, ესე რომ ვთქვათ. აი რაღაცას გეტყვი, ოღონდ რაღაცას გეტყვი, ერთ რაღაცას რომ. აი ამ კითხვაზე გამეცი პასუხი. სტარ წინაპირობაზე ვარ დაკნომილი და გეტყვი რატო. ჩემს შესაძლებლობაზე არ არის ეგ დამოკიდებული. მაგალითს მოვყვან, მაგალითად შეიძლება ჩემზე ბევრად ნაკლებად მცოდნე ადამიანმა მოაქციოს ადამიანი, ხო მივხვდი რაც გეუბნება გადაიყო. ეს იქედან მაგრამ მე შენ გეკითხები. ადამიანს მაინც სურვილი აქვს სიმართლე რო იცოდეს, თორე ანუ მე შენ გეკითხები. ქრისტემ მორწმუნეები, ფარისევლები ვერ გახადა, ანუ ჯულის მოძღვრები, რელიგიური ლიდერები, ქრისტესთან არ ისუდა. მივხვდი, მაგრამ ქრისტე ყოვლის მცოდნე იყო, მაგრამ რელიგიური ლიდერებმა მაინც არ ირწმუნეს. ანუ ქრისტემ მაგ ლოგიკით ვერ შეძლოს შეგულისხმობ, იმიტომ რომ ღმერთი რობოტს არ აქცევს ადამიანს, ძალით არის ზამნა, თორე ხო მივხვდი რას გეუბნება. კარგი, მაგრამ მე მაგას არ გეკითხები. მე გეკითხები, შენი აზრის გაქვს თუ არა იმდენად საკმარისი ცოდნა მაგ საკითხის? ვერ გაიგო. რომ გადამიყვანო, ესე რომ ვთქვათ, რაღაც გეტყვი. ცენტრელსებზე. ანუ რაღაცას გეტყვი. ეგ არ არის რომ იცოდი ცოდნაზე დამო. აი ერთხელ საკითხს ახლა ეგ მე მაგ ცოდნა თუ არა მაგაზე კი არ არის დამოკიდებული. ქრისტე იყო ყოვლის მცოდნე, მაგრამ რელიგიური ლიდერები თავის აზრზე ვერ გადაიყვანა. იმიტომ რომ მათ არ უნდათ და როცა ადამიანს რაღაც არ უნდა, სულ რო ყოვლის მცოდნე იყო, მაინც არ მიიღებს იმ მაშინ ახლა ესე გეკითხები, თუ არ უნდა საერთოდ არ შემოვა დისკუსიაში და ვაფშე მაგის შანსაც არ უტოვებს, ინტერესიც არ იქნება. ხვდები, ანუ უნდა უბრალოდ რაღაცას ეჭიდება, ხვდები, ებღაუჭება ცოდნას და იმას შორის რაც იცის და იმას შორის რასაც აწვდიან, ხო ესეა? ანუ ჩემი სამიზნე აუდიტორია არის ის ადამიანები, ვინც გაურკვევლობაში, მაგრამ უნდა გამორკვევა. და არა ის ვისაც არ უნდა, ანუ ჩემი სამიზნე არ არის ყოველ შემთხვევაში. ხო ხდება? გასაგებია, ანუ თუ უნდა, მაგრამ შენგან ძლიერი არგუმენტები სჭირდება, მაგ დროს რა ხდება? ანუ ამ შემთხვევაში თუ ვინმე მეტყვის, რომ იმისთვის რომ მე დავიჯერო, რომ ქრისტე ღმერთია და პიროვნული ღმერთი არსებობს, ამისთვის მჭირდება აი წყალგაუარი ლოგიკური არგუმენტები, ამ შემთხვევაში მე საუბრობ ათეისტზე, რომელსაც საერთოდ წმენა არ გააჩნია. და ამბობ, რომ კი, ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ათეისტი ურწმუნია. ათეისტი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფრის წმენა არ გააჩნია. და მე გეკითხები ადამიანი, რომელსაც წმენა გააჩნია. წმენა არ გააჩნია. ნახეთ ეკლა, სიტყვაზე ათეისტი რო ლიფში შედის, ანუ წმენა გააჩნია, რომ ის ლიფტი არ ჩამოვა, ან თვითვინავში რომ იმას წმენა ანუ ხლის წმენა არ გააჩნია. ხა სერიოზულად ვთქვი, რას გეუბნები თუ მართლა გადაო. ავიგე, მაგრამ საქმე მაგაში არ არის, უფლის წმენა არ გააჩნია რა, ანუ წმენა არ არის ადამიანის უნარი. წმენა მოდის ღმერთისგან, ანუ ღმერთის ნიჭია. შესაბამისად წმენას, ანუ წმენის შესაძლებლობა ესე ცალკეულად კონკრეტულ ინდივიდს კი არა აქვს. წმენა ღმერთისგან მოდის ადამიანს თუ
ბიძგს მისცემ უფლის წყალობით რაღაცა და უფლის ჭეშმარიტება გამოეცხადება მას და მიიღებს იგი ამ შემთხვევაში ათეისტ შეუძლებს გახდეს მორწმუნე. პაოლე ეგრე იყო ისა ქრისტიანობის მდევნელი, მაგრამ ქრისტიანობის მდევნელი გახდა უცებ ქრისტიანი. ან იყვნენ იქ ვისაც საერთოდ არ ჯეროდათ არაფრის ეგეთი კატეგორიაც, მაგრამ გახდნენ მორწმუნეები, მას შემდეგ რაც ქრისტე მიიღო. ხო ხდები ეს არის რა პრინციპი. ანუ მაგის შესაძლებლობა პასუხს მაინც აქცემ. მე რას გეუბნები, იცი რომ მე ზოგადად როცა ვხედავ ათეისტს და მე ამას გეუბნები, რადგან ეგეთი მაგალითი კონკრეტულად მინახავს ცხოვრებაში, რომ მინახავს ადამიანი და მიფიქრია, რომ აუ, ეს საწყალი მე უკანასკნელი ათეისტია, ესე ვფიქრობდი, მაგრამ მე გაქრისტიანებულა. მე არაფერს უაში არ ვარ. მე გაქრისტიანებულა ეს ადამიანი და მე მინახავს ეს ადამიანი მილაპარაკია პირადად შოკში ვარ, რომ აი ისეთი რაღაც მოუყოლია, რომ როგორ მივიდა კიდე ქრისტიანობა და ეგ ცალკე ამბავია და მე კიდე ხარ რამდენ დონეზე არის ამ ამბავში ჩართული და ამიტომ ესე ვერ იმჟელებ ადამიანი, აუ ეს ათეისტია და ამას რა გააქრისტიანებს, ამას ვერ იტყვი, ანუ გაგიჟდები, ყველა ადამიანს აქვს მაგისკენ მაგის შესაძლებლობა ღმერთისგან მიცემული და ასევე მიდრეკილება არსებობს. ასაგებია, მე გკითხე, შენი ცოდნა არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ჩემნაირი ადამიანი და იცი შენ ჩვენ ხა არ ვიცი აქ ხალხმა ალბათ ნახევარზე მეტოს ერთ არის ის რაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რაზე ვსაუბრობთ. ანუ ჩემნაირი ადამიანი გეყოფა თუ არა არგუმენტები კონკრეტულად მაგ საკითხთან მიმართებაში, რომ მოაქციო მართლმადიდებლურ გზაზე. ანუ მე ხო აი ერთხელ შენ თუ გეყოფა, შენ მე მაგას გეკითხავ. ერთ რაღაც საგიხსნე. მე როცა მე მეუნები მე მეყოფა მაგ დროს აკეთებ ეკვივოკაციას კატეგორიულ შეცდომას უშვებ. გეტყვი რას გულისხმობ. ჩემი არგუმენტების ყოფნაზე არ არის დაფუძნებული, შენ მოექცევი თუ არა. მოექცევი თუ არა არის. ჩემთვის არის. ნახე მე თუ ადამიანი ვარ, რომელიც არგუმენტებიდან იღებს ჭეშმარიტებას, ამ დროს რა ხდება? შენ მოექცევი თუ არა, ეგ არის დაფუძნებული ნებაზე, საბოლოოდ, ანუ მაგ დროს ნება წინ უსწრებს აზროვნებას, ანუ რწმენასთან მიმართებაში ნება არის პირველ რიგში, ანუ იმიტომ რომ ღმერთი წეღრია, ნებებელია და შემდეგ არის ყველაფერი, ხო ხდები და თემა რა არის, რომ ამ შემთხვევაში რადგან მხოლოდ ჩემს არგუმენტებზე, მე ანუ თუ მკითხავ სიტყვაზე, შეგიძლია თუ არა მომიყვანო ისეთი არგუმენტები, რომ ლოგიკის კანონების მიხედვით შენ აბსოლუტურად ჩემთან მიმართებაში მართალი იყო, ეს შემიძლია, მაგრამ მოექცევი თუ არა, ეგ არის უკვე შენი გადასაწყვეტი. მე ჩემი არგუმენტები მაგას ვერ განაპირობებს ეს ცალკეულად. ან შენზეა, გინდა თუ არ გინდა მაგაზე არა. მიხდები? მივხვდი, მაგას მივხვდი, თუმცა კონკრეტულ კითხვაზე კი ან არას პასუხს მაინც არ მაძლევ. კი ან არა. და მე მჭირდება შენი კი ან არა. არა, კი ან არა, ეკვივოკაცია. აი რომ კითხო სიტყვაზე. დღეს რომელსაც გაიღვიძე და რომ მითხრა, მიპასუხე კი ან არა. არა, ვერ გიპასუხე კი ან არა. უნდა გითხრა, მოყოლა. მაგრამ მე ეგეთ კითხვა არ დამისვას. მე კითხე კითხვა, რომელზეც პასუხი იყო კი ან არა. უკვე იყო დაფუძნებული რაღაც წინაპირობაზე, რომ ეს განაპირობებს. ნახე ვიღაცამ დამიწერა კუდიანიაო. კუდიანი არა, უარესი ვარ. ანუ ბევრი ადამიანია. ცოტა. ანუ თეკა. შენ ხო იცი რომ მე შენს მიმართ როგორც ვარ განწყობილი, ანუ მიყვარხარ და პირიქით მიხარია შენი შემოსვლა და შენთან საუბარი. ამიტომ ჩემგან ანუ ვიეხა სიტყვაზე ერთი ადამიანი რომ რაღაცას დაგიწერს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი ჩვენთან ლაივში შემოსვლა არ გვიხარია. აქ ანუ მე აქ შესაძლებლობად ვარ, ძალიან არ მაინტერესებს ვინ რას წერს, თქო მართლა. გულები დაუწეროთ თეკლას. შემითხოვნა ყველა. უფალიო, ეს ხა რა გაათამაშე? იესომო, პირველი ღვინო იუდას მიაწოდაო თუ რა ხელი ხა მაგის. მოიც მე უპასუხებ რა თეკლას შენ კითხვაზე აი გულებს შეხედე, გულებს. მე უპასუხებ თეკლას შენ კითხვაზე, თეკლა ნახე, ნეომ ცოტა ხნის წინ დადო ვიდეო AI-ს ედებატებოდა ღმერთის არსებობაზე და შესაბამისად თუ ნეოს აქვს პრეტენზია იმის რომ რაღაცა AI-ს დაუმტკიცოს ღმერთის არსებობა, რა თქმა უნდა აქვს იმის პრეტენზია რომ შენს დაგიმტკიცოს, მაგრამ შენ ამას დაიგებ. AI ძალიან ბევრ სიდებილეებს ლაპარაკობს და ძალიან ბევრ სიდებილეებს აკეთებს და ადამიანებს საჯობია. და ნახე, ერთი წამი მომისმინე მათე ხო? მათე ნახე, ერთი წუთის წინ ამბობ რომ ნეო ადამიანმა დაუმტკიცა AI-ს რაღაც. მაშინ ესე იგი ადამიანი შეიძლება იყოს AI-ზე უფრო მეტი. ხო და ანუ რატომ AI-ს შეიძლება სიტყვაზე ყოფის საკითხში რაღაცა ეხლა თუ კონკრეტულ ადამიანს თორე როცა ანუ AI-ს ვედებატე ახალ გადმოწერი და ეგ იგივეა რო თქვა რომ AI-ს ChatGPT შეიძლება შეცდომა დაუშვას მათემატიკაში
ეხლა რაღაცა შეცდომა რაღაცა ყო, მაგრამ მათემატიკა ხო ChatGPT მიცის სიტყვაზე ლოგიკის კანონები იცის, ანუ ჩვენ ლოგიკის კანონების შარჩოებში ვედებატებოდი ChatGPT-ს და იმ კანონების შარჩოებში მიპასუხა რომ არსებობს. ანუ აღიარა. მაგრამ თან ეგ არ მithქვამს, ნახე თეკლა, ნახე მე რაღაც მომესმინე ChatGPT ძალიან ბევრ წიგნებზე არ გაძლევს წვდომას რო იცოდეთ და ძალიან ბევრ ინფორმაციაზე წვდომას არ გაძლევს. პლუს ვარიანტი გაძლევს, მაგრამ მოგცემს, რაზეც თვითონ აქ იმაზე გაძლევს. თეკლა, ნახე სხვა რაღაცა გითხარი. მე კი გითხარი რომ ნეომ დაუმტკიცა მეთქი. მე გითხარი რომ თუ ნეოს აქვს პრეტენზია რომ AI-ს დაუმტკიცოს და დარწმუნებული იყავი რომ ნეო თulis რომ AI უფრო კარგად ერკვევა ლოგიკაში ვიდრე შენ, მაშინ რა თქმა უნდა ვიდრე მე კიდე შენზე მეტადაც. და ვიდრე ხო ვიდრე ყველა ნებისმიერ ადამიანი. შესაბამისად, ნეოს რა თქმა უნდა აქვს პრეტენზია იმას, რომ სწორ არგუმენტებს მოგიყვანს და შენს დაგიმტკიცებს. მაგრამ ნეო იმიტომ არ გპასუხობდა ამას ეგრე, რომ შენ კითხვას სვავდი სხვანაირად. მე ამის მერე მოვიქცევი თუ არაო, შენი მათებო მისმინა შენ გაქვს მონასმენი ჩვენი საუბარი წინა? ნახე შენ მე ეხა მოусმინე და კითხვას ვავდი რომ შენ ამის მერე მოვექცევი თუ არა. ჩვენი წინა საუბარს მონასმენი გაქვს? არა. ანუ არიცი რა საუბრობთ და აქედან გამომდინარე მარტივია პასუხი, მაგრამ ანუ ვინც იცის რაზე საუბრობთ, მიხვდება რაზეც აქვს საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ არიცი წინა საუბარი. რაღაცას გეტყვი, ერთ ამას გეტყვი, ერთ ამას გეტყვი, ნახე შენ აი ეგ იგივეა რომ მკითხო, აი მარტივ მაგალითს მოვიყვა, რადგან უკეთესად რო გაიგო. ეხლა რომ მკითხო რომ ნეო, მე რო შენთან სახლში მოვიდე და ყავა დამისხა, მე ამ ყავას დავლევ, ესეთი რაღაც რომ მკითხო. კი არა მიპასუხე, მე რა ვიცი ეხლა დალევ თუ არა შენი გადასა ანალოგიურად. მე ყავა რო დაგისხა, ანუ არგუმენტი რომ მოგიყვანო შემიძლია, მაგრამ შენ მიიღებ თუ არა ამას როგორ შეშ მე შენი გადასაწყვეტია. აი გავიგე, მაგრამ ნეო ნახე ერთამი ანუ მე ვფიქრობ, რომ შენი მსჯელობა შემოიფარგლება მხოლოდ ბიბლიით. ზუსტად მაგიტომ მაგაზე ვიდეო ანუ შენ არ ნახე მე იმიტომ გავუსვი ხაზი ჩემს საკუთარ მოსაზრებებს და ჩემ გადაყვანას. იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ნახე შენ ბიბლიით შემოიფარგლები მარტო და ანუ მე არ შემოვიფარგლები მარტო ბიბლიით. ანუ შენი ცოდნა არ მოიცავს ბიბლიური მოხდი მაშინ ვახსენეთ პირველ ლაივში მე მგონი. ბიბლიით არ შემოვიფარგლები. ანუ ნახე გინდა სახარებები იყოს ანუ არ მოიცავს ფაქტიურად იმის იქეთ ხვდები? ანუ შენ არ გაქვს მაგალითად წარმოდგენა, რატო ვფიქრობ, რომ შენ ვერ გადმომიყვან, მე ვერ გეტყვი, იმიტომ რომ შენ რო ახსნა, რატომ არის შავი ცუდი და თეთრი რატო არის კაი, ცუდიც უნდა იცოდე და მაგის არგუმენტებიც ხო უნდა გქონდეს, რატომ არის შავი ცუდი, სიტყვაზე ვიძახი. ხო და ნახე შენ მესაუბრებ მხოლოდ თეთრზე და იქეთ რო ანუ წინაზეც რო ვისაუბრეთ, ანუ არიცი შავში რა ხდება, ხვდები? ხო და ანუ როგორ შეგიძლია დამიმტკიცო, როცა არიცი რა ხდება შავში? ანუ როგორ უნდა შემიცნო აზროვნება, როცა არიცი? თეკლა, ნახე, სიტყვაზე რამე მსოფლმხედველობა რომ მივიღო, იმისთვის რომ რაღაც კონკრეტული მსოფლმხედველობა მივიღო, ყველა მსოფლმხედველობაში უნდა ვერ ყვეოდე შენი აზრით? ანუ ყველა არის ეგ საკითხი? არა, მითხარი არა ისე ზოგადად. მაშინ მასე შეგიტრიალებ, მაშინ მასე შემოგიტრიალებ, მაგალითად, რატო იცი სიტყვაზე მუსლიმებს რო ეწინააღმდეგები, რატო? იმიტომ რომ საქართველოში ბევრი მუსლიმია და აინტერესებთ ეს საკითხი და მაგიტო ანუ მათი ხათრით ვისწავლე ეს რომ ანუ ადამიანებს რაღაცეებზე პასუხები გავცე და ანუ აზრიანი საუბარი გამოვიდეს. მაგრამ გამარჯობა, ანუ იყო მაგის საჭიროება, ხვდები? ანუ ვისწავლე, მაგრამ საჭირო იყო რომ ყველა რელიგიაში გარკვეულიყავი მაგისთვის? მაგ კონკრეტულისთვის არ იყო საჭირო ყველა რელიგიაში. მაგრამ შენ მეუნების რაღაცას რანაირად იქნები ქრისტიანი თუ არ იცი ყველა საწინააღმდეგო ეს არ არის საჭიროება, ანუ თვითონ არა აუცილებელი საჭიროება ამას გიხსნი. ანუ მე პოზიციის ადაპტაცია მაინც შემიძლია მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოზიციები შეიძლება არ ვიცოდე, არც მჭირდება მაგის ცოდნა. წარმომიდგენს ვინ პოზიციას თუ არის. ხო და მაშინ მაგას გეკითხები, თუ შენ არ გჭირდება მაგის ცოდნა, ის რაშიც მე მაქვს სიტყვაზე ცოდნა და ჩვენ საუბრობთ და ვდაობთ მაგ თემაზე, როგორ შეგიძლია შენ მე შემაცვლებიო აზრი იმ საკითხზე, რომელზეც შენ წარმოდგენა არ გაქვს. ანუ აი ამას გეკითხები. ნახე გეტყვი, შენ წარმომიდგენ შენს პოზიციას, შენს პოზიციას შევაფასებთ, ნახავთ რომ ლოგიკურად აბსურდულია და გამოვრიცხავთ, ანუ რატო უნდა ვიცოდი მე სიტყვა. გამიხდა. შეროდესაც დავთ. ეკლა რაღაცა მსოფლმხედველობით ამოსულა ადამიანები, პირველად გავიგე რომ საერთოდ ეგეთი მსოფლმხედველობა არსებობდა. ისეთი სისულელე იყო, მაგრამ არსებობს ეხლა ყველა მსოფლმხედველობა, ხო არ მეცოდი, მაგრამ რატომ უნდა ვიცოდე ყველა მსოფლმხედველობა? მსოფლმხედველობა არ არის ეგ მედიაში, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სხვათა შორის და ეგ წიგნები რომ არ არსებობდეს შუა საუკუნეებში, ნუ ხა ბიბლიის ასაკის არ არის, მაგრამ
დაახლოებით მე-6-მე-7 საუკუნით თარიღდება, რაც არის ბოლო წიგნები ნაპოვნი. მაგრამ ეხლა უყურე ანუ მაგას რომ გეუბნები რომ შენ რო წარმოდგენა არ გაქვს, მე რაზე გესაუბრები და შენ მიმტკიცებ რომ ესეა და მოგყავს მხოლოდ სახარებები და ჩვენი მართლმადიდებლური ბიბლია, როცა არიცი იქეთ რა ხდება. ანუ ეგ ნახე როგორი მივხვდი, აი თეკლა, მაშინ კითხავ, შენთვის ბიბლია ავტორიტეტული არის? აი თქო, ანუ შენ აღიარებ რომ ბიბლია აბსოლუტური ჭეშმარიტება ამას არის რომ ავტორიტეტული? თავიდან ბოლომდე? ხო, აი, კაი, დაუშვათ 60. თავიდან ბოლომდე? დაუშვათ 66 წიგნი. აი, ძველი ახთმის 39 წიგნი, ახალის 27. აი, ამათ აღიარებ რომ თავიდან ბოლომდე ესე. კონკრეტულად ამ მომენტში არა. მაშინ შენთვის ბიბლია არ არის ავტორიტეტული. ბიბლია თუ არ არის შენთვის ავტორიტეტული? კონკრეტულად ამ მომენტში არა. გავიგე, არ არის პრობლემა. ამ მომენტში შენთვის ბიბლია რადგან არ არის ავტორიტეტული, მაშინ ქრისტიანი არ ხარ და ქრისტიანი თუ არ ხარ და სხვა პოზიციიდან ხარ, მაშინ მითხარი რა პოზიციიდან ხარ და მაგ პოზიციიდან ჩვენ შეგვიძლია ვიმჯელო. ანუ უყურე, მე ვარ ქრისტიანი. უბრალოდ არ მჯერა, გეტყვი. ანუ გეტყვი დამასრულებია, ნახე, მე ვარ ქრისტიანი. მჯერა უფლის. მჯერა იესოსი და ყველაფერი იმასაც ლაპარაკობ, აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. მაგრამ უყურე, ეგ შემთხვევაში, როცა საუბარია რელიგიებზე. ეკითხები, იესოზე საიდან იცი? გასაგებია ბიბლიიდან, მაგრამ მაგიტო გითხარი კონკრეტულად ამ მომენტში არა. გინდა და რაშიც არ გინდა თუ ანუ ზუსტად მაგას გეუბნები, ნახე? მაგიტომ გითხარი ხაზგასმით კონკრეტულად ახლა არა. ანუ მაშინ არ გჯერა გამოდის, იმიტომ რომ ბიბლიიდან იცი იესოზე. ბიბლიიდან ვიცი იესოზე, კი. ეხლა უყურე. იმიტომ რომ მარტო ბიბლიიდან არა. იესოზე საუბარი მხოლოდ ბიბლიაში არ არის, ანუ სხვა ბიბლიებშიც არის იესოზე საუბარი და არა მართლმადიდებლურ ბიბლიაში. ბიბლიიდან, ანუ მართლმადიდებლური ბიბლია რა შუაშია, ბიბლია არის, ბიბლია ეს არის ისტორიული დოკუმენტი. ანუ მე გასაუბრები ახლა გოეტიაზე და მსგავს წიგნებზე, ანუ იქაც არის იესოზე. ახლა მომისმინე, ნახე ისტორიულად ხო, ანუ ისტორიულად სიტყვაზე ინფორმაციას იესო ნაზარეულზე როგორც ისტორიულ პიროვნებაზე. ხო იღებ ბიბლიიდან. ბიბლიის თუ არ გჯერა, მაშინ იესოსიც არ გჯერა, ხო ესეა? ხო ესე გამოდის ლოგიკურად? არა, არ გამოდის ეგრე და მაგას გიხსნი რატომ? ხო, აი მოიცაი შეხედა აი რაღაცას გეტყვი აი სიტყვაზე. მაგალითად, თუ წვიმს, ქუჩა სველია. ქუჩა არ არის სველი, ამიტომ არ წვიმს. აი რაღაცა ელემენტარულ ლოგიკა, საწყისი. არა, ნეო, ზუსტად მაგას გიხსნი. რომ ნახე, რო გეუბნები, რომ შენ როცა არიცი, როგორ უნდა გადამიყვანო იმაზე, რაც არიცი, ზუსტად მაგას გულისხმობ. სხვა შენი პოზიცია უნდა გავიგო საერთოდ. პოზიცია თუ გაქვს, იმიტომ რომ პოზიცია თუ არ გადაყვანა რა შუაშია. ჯერ გავიგო თუ გაქვს საერთოდ რამე პოზიცია. ეხლა ნახე. თუ წვიმს, ქუჩა სველია, ქუჩა სველი არ არის, ამიტომ არ წვიმს. ხო მეთანხმები რომ აბსოლუტურად ესეთი და სხვა. შენ თუ მეუბნები რომ მე ინფორმაციას იესო ფიზიკურ არგუმენტებს რომ მოიყვან, მე თავი მართალი გქონია თუ რა პოზიცია. არა, მომისმინე ფიზიკური. ანუ შენ თუ მეტყვი რომ მე იესოზე ფიზიკური არ არის ბიბლია, ის არის რაღაცა მეტაფიზიკური ზიგნი. თუ მეტყვი იესოზე რომ ბიბლიიდან მიიღებ ინფორმაციას და ბიბლიის არ მჯერა, მაშინ იესოსი არ გჯერა, ხო მოდის არა ბე, არა ხო მოყვება და სხვა. არა? ხო და მე გიხსნი უბრალოდ არის მე მაგას, ანუ ჩემთვის გითხარი რომ ამ წამს არ არის მართლმადიდებლური ბიბლია, ჩემთვის პრიორიტეტული წიგნი, მაგრამ გეუბნები რომ წიგნი რომელიცაც წავიკითხე და რაღაც პონჩი დავიჯერე, იქაც არის იესოზე საუბარი, იგივე კონტექსტით, რა კონტექსტსაც ახსნი შენ. ანუ გეუბნები მაგას, that's all. მიყვეთ მაგ ლოგიკას, ოკეი. შენთვის ბიბლია არ არის ვალიდური, მაგრამ სხვა წიგნი წაიკითხე, საიდანაც იღებ იესოზე ინფორმაციას და ამ წიგს ეყრდნობი, ხო? კი ბატონო. ძალიან კარგი. ანუ თეკლა შენ როგორ თქვი, რამდენად რაციონალურია, რომ თვითმხილველების მიერ დაწერილ ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც დაიწერა იმ დროს იესოს დროს, იმ ეს უკვე არის ძალიან საკამათო სიტუაცია. რამდენად არის ეს წიგნი კითხოს დაგისვა. შენ რამდენად არის ეს წიგნი ვალიდური, მაგას არ გეკითხები. ნახე, რამდენად რაციონალურია შენი აზრით, რომ თვითმხილველების მიერ დაწერილ ისტორიულ დოკუმენტებს, რომელიც იესოს პერიოდში დაიწერა, იმ ისტორიულ დოკუმენტებს უფრო ანუ ვინ გიმტკიცებს მაგ დოკუმენტებს? ძალიან მაინტერესებს. ანუ ვინმე მდედანი ნახა? კითხვას მაინც და მეკითხები ვინმე მდედანი ნახა? ანუ რამდენი საუკუნით თარიღდება ყველაზე ძველი ბიბლია და რამდენჯერ არის გადანაწერი? მაშინ ასე გეკითხები. რაღაცას კითხე, მაგაზე გახსენ პასუხს, უბრალოდ კითხვა მაინც დამას მევინე და მე მაგაზე მიმჯერე. ანუ შენი რამდენად რაციონალურია, რომ თვითმხილველების მიერ დაწერილ ისტორიულ დოკუმენტებზე უფრო მეტად, ხო? ანუ იესოს პერიოდში მაგ დოკუმენტებზე უფრო მეტად ინდობოდე ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც დაიწერა 10 საუკუნის მერე. აი, რამდენად რაციონალურია, მითხარ. ისტორიულად, სულ ყველაფერს თავი დავანებთ. ანუ მომისმინე ერთი წამი ზუსტად მაგას გეკითხები. ჩემი ბავშვი საერთოდ ჩემი მოსაზრება თუ გინდა, ბიბლიასა ნებისმიერი ხელნაწერი წიგნები არის შერქმნილი ადამიანების
სამართავად, ესე რო ვთქვათ რა. მე ესე ვფიქრობ. მაგრამ ეხა უყურე როგორი რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანებს გჭირდება კონტროლი და რაღაცით თუ არ აკონტროლეს არ გამოდის ეგრე. მაგაზე თეკლა გეტყვი ეს სიტყვაზე, ნახე, აი, ოღონდ მიმჟელო ლოგიკაში დავუშვით, ნახე. მაგალითად მათემატიკა გამოიყენეს ომის დასაგეგმად. და ომის დასაგეგმად გამოიყენეს მათემატიკა, მაგრამ ეს მათემატიკა არ შექმნილა ომის დასაგეგმად. მაგრამ მათემატიკა სიცრუეა, ხო? ანუ რაღაცას რისთვის იყენებენ და არის თუ არა ეგ რაღაც თვითონ. სიმართლე არის ორი სხვადასხვა ინსტანცია სრულიად. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ ვმჟელობთ რას რისთვის იყენებენ, ანუ რელიგიას ვიღაც რო ცუდად იყენებს სამართავად სიტყვაზე. ჩვენ ვმჟელობთ თვითონ. ანუ მე იმას გეუბნები, რომ უბრალოდ იქ არის ჩაწერილი თავის, ანუ ყველა იმ ადამიანის პონტით, ანუ რაც თვითონ უნდათ რომ გაეკეთებინათ. ამას გეუბნები. ვინ დაადასტურა მისი ვალიდურობა, მაინტერესებს. მაშინ რანაირად არ არის წინააღმდეგობა და რანაირად ეთანხმება ეს ისტორიული დოკუმენტები ერთმანეთს. თუ ყველას რაც გაუსწორდებოდა ის ჩაწერა. მაშინ რანაირად გადმოსცემს 40 სხვადასხვა ადამიანი 66 სხვადასხვა წიგნში ერთი და იგივე ამბავს. რანაირად თუ ყველას რაც უსწორდებოდა იმას წერდა. თან ამ 40-დან უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობდა. ხო ხდება, შეუძლებელია. ხდება. მათემატიკოსო გითხარი რა არის ალბათობა იმისა რომ 40-მა სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა დროს დაწერონ რაღაცა კონკრეტული რაღაცები და ერთმანეთის წერილები ნანახი არ ქონდნენ და მაინც ერთი და იგივე ამბავი გააგრძელონ და დაასრულონ. ანუ შენამდე რომ ეს მოვიდა 21 საუკუნეში, შენამდენაც შეგიძლია იყო დაჯერებული რომ აქ რაღაცა სხვა არ არის ვარიანტი იმისა რომ ადამიანებმა გადაწერენ ერთმანეთი და რაღაცა. ან მართლა მაინტერესებს რითი მოდის ამ ხელა ანუ სოფლიოში რამდენი ომები იყო, ანუ ქრისტესშობიდან მოყოლებული, რამდენი ომი იყო. დაახლოებით 200,000-ზე მეტი, სულ მცირეს გეუბნები, იმდენად ძლიერი, რომ აი ყველაზე ისეთი ბიბლიოთეკა, სადაც იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკაზე გამწუთში საუბარი, სადაც ხელნაწერები ინახებოდა რეალურად ნებისმიერი ისეთი წიგნების, რომლებიც არის სულიერებაზე და აი მართლა სერიოზული წიგნები ვაფშე დაიკარგა. საერთოდ არც კი იციან მდებარეობა განადგურდა. არის ზოგი ძახის არგუმენტი მოყავს რომ არის. ხო და ერთი წამი დავასრულებ რა. და ანუ წიგნები, რომლებზეც მოყავთ, რომ ანუ ეს წიგნები ზოგი საერთოდ დაიკარგა, ზოგზე ამბობენ დაიწვა, ზოგი იმის ჭორებიც არსებობს, რომ მასწორებმა დამალეს და წაიღეს. ანუ ზოგი იმასაც ამბობს, რომ აღმოჩნდა, რომ არსებობს, რომ ვატიკანში არის რაღაც წიგნები. ანუ შენამდე დღეს რომ მიდიხარ, მაგალითად ტაძარში ყიდულობ მაგალითად ბიბლიას, ყიდულობ რავი, ან ნებისმიერ საღვთო წიგნს რომ მიდიხარ, ყიდულობ. ანუ შენამდე ის რაენით არის ნაწერი, ანუ მართლა მაინტერესებს და შენ ფიქრობ, რომ ამდენი ომის შემდეგ შემორჩა წიგნები, სადაც რეალურად დედანით არის ნაწერი. შენ მაგალითად იცი, რომ არსებობს ბიბლია, რომელშიც საერთოდ აბსურდები წერია, ჩვეულებრივი ქრისტიანული? ეკლა ერთ რამეს გითხავ. ისტორიაში ომები რო არსებობდა ეს საიდან იცი? ან ალექსანდრიის ბიბლიოთეკა რო ახსენე, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა რო არსებობდა ეს საიდან იცი? ანუ რატო ხარ დარწმუნებული? თუ იმიტომ რომ ამისთვის არსებობს დოკუმენტაცია, არსებობს რუკები, არსებობს ჩვენიერი, ნახე, ანუ იმ მეთოდს არსებობს ჩანაწერი, მაგ ლოგიკით თქვენ საიდან იცი რომ არსებობდა დავით აღრაშენებელი ხო არ შეესწრებით ხარო? ეს ამ რაღაცას გეტყვი. თეკლა იმ მეთოდს ეხლა რომელსაც აკრიტიკებ ბიბლიასთან მიმართებაში ზუსტად იგივე მეთოდს იყენებ შენივე არგუმენტისთვის. აი რომ მეუბნები ისტორიაში არსებობდა ომები, არსებობდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, არსებობდა დავით აღრაშენებელი. ამებს რომ მეუბნები, ამ ყველაფერთვის იყენებ იგივე ისტორიულ მეთოდს, რასაც ვეძახი ჩვენ ატესტაციას. და ბიბლიასთან მიმართებაში თქვა ანალოგიური ატესტაციას. საიდან გამომდინარე, ხედავთ რომ მრავალი სხვადასხვა ისტორიული პიროვნება გადმოსცემს ერთი და იგივე ამბავს სუფთად და თანმიმდევრულად და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ატესტაციულად მივიღოთ ეს როგორც ისტორიული ჭეშმარიტება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში რატო აკრიტიკებ მეთოდს, იმ მეთოდს და იყენებ ამავდროულად ამ მეთოდს კრიტიკის დროს, ანუ სერიოზული ფალასია, მიხვდი რას გქონდა? ანუ ყურები გაგცემ მაგაზეც პასუხს. ეხლა ნახე, ჯერ პირველ რიგში ხა სანამ ვარ 527 თუ 30 კაცი უყურებს ეხლა ლაივს რა. ჯერ მინდა გითხრათ, აი მართლა მინდა ამხელს უთხრა, რომ მე არ ვცდილობ არავის რელიგიის შეცვლას საერთოდ კომენტარებს მართლა რეალურად არ ვკითხულობ, იმიტომ რომ გადიდებული მაქვს სკრინი და გისმენ მარტო შენ. და ნეოსთან იმიტომ არ შემოვდივარ, რომ ვინმეს ან რჯული შეგუცვალო, ან რაიმე მსგავსი ხალხო, მართლა რეალურად. უბრალოდ დავთ იმ საკითხზე, რომელზეც ესე რომ ვთქვათ, გვაქსადაო და მე არ ვცდილობ არავის აზროვნების შეცვლას, ანუ არ მაინტერესებს რეალურად თქვენი აზროვნება. ანუ იქნებით ასეთი თუ იქნებით ისეთი, ჩემთვის არ არის ეგ მნიშვნელოვანი, ამიტომ ფიზიკურად არ მაინტერესებს, ხვდებით, თქვენი რელიგიები მართლა. გინდა ათეისტი იყავით, გინდა რავი, მუსლიმანი და ვინც გინდათ ის იყავ, თუ გინდა მზესეცით გაყვანი, ანუ არ მაინტერესებს.
ხო და ჩვენ ამ წუთში არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვენ მოგაქციოთ ვინმე. მე პირადად მაგითო არ ვსაუბრობ. მე ჩემი გამჭირვებია ესე რომ ვთქვათ. ხო და დაახლოებით ხო მივხვდი არგუმენტებს. ხო და ეხლა უყურებ რომ მკითხე რომ ბიბლიას რატო არც ერთხელ გაგიჩნდა კითხვა რატო? რატომ არცნო? ეგ არის აი ეს კითხვა რატომ არ დამისვი? რა კითხვა? აი რატომ არცნო ბიბლიას? იმიტომ რომ მე ვიცი რატომაც არცნო. შენ იცი, მაგრამ ამ ხალხმა იცის? არ იცის. ანუ მე შენ იცი გონია შენ რატო არცნო? მე გეუბნები მე ვიცი რატოც არ ვცნობ, იმიტომ რომ დასაწყისიდანვე არ ვცნობ სიმართლეს, ხვდები? როგორ შეიძლება დავიჯერო წიგნის გაგრძელება, რომლის დასაწყისიდაც შემთთვის მართალი არ არის? როგორ შეიძლება? ბიბლიას რატომ არ ვცნობ, ამიხსენ. იმიტომ რომ არ ვთვლი რომ ღმერთი ეგეთი კაი ტიპია, როგორცაც შენ ხარ. რატო არსებ მაშინ საიდან იცი რომ შინაურულად რო ვილაპარაკოთ, ზედმეტი ქარაკტერის. მაშინ რატო გჯერა იესოს არსებობის? ანუ რატო ფიქენჩულს რატო აკეთებ? ნახე, გეტყვი. იმიტომ რომ მე მჯერა რომ იესო ქრისტე რეალურად ადამიანების მსნელი იყო და მართლა მაგისთვის იყო მოვლენილი. მე ვიცი. ბიბლიიდან იგებ ამას. ბიბლიის არ გჯერა და რატო გჯერა მაგის? ანუ რა ფიქენჩულს? იმიტომ რომ ეს არ წამიკითხავს ბიბლიაში, ეს წავიკითხე მაგალითად გოეტეაში და არა ბიბლიაში. ეგ ინფორმაცია მოდის ბიბლიისგან, ხო იცი? ანუ ბიბლიიდან ვინმე რამეს თუ დაწერს ბიბლიაში რაც ეწერა, ეგ ინფორმაცია. არა გოეტეა ბიბლიას არ მოიცავს, ნეო, გოეტეა არ არის ბიბლიური წიგნი, საერთოდ პირიქით, საერთოდ საწინააღმდეგო რამეა. ნარატივი რომ იესო არის კაცობრიობის მხსნელი, ეს მოდის ბიბლიისგან. მე რო ეხა დავწერო წიგნი და დავწერო იესო ქრისტე კაცობრიობის მხსნელი არის, ეს ანიშნავს რომ ჩემი წიგნი არის ის წიგნი, რომელიც ანუ ფუნდამენტურ ინფორმაციას გაწვის, რომ იესო არის მხსნელი. მაგ ინფორმაციას რეალურად ონტოლოგიურ დონეზე გაწვის ბიბლია. და შენ მეუბნები ბიბლიის აი ამ კონკრეტული რაღაცის მჯერა, მაგრამ ამის არ მჯერა და ანუ ფიქენჩულს რატო ვაკეთებ, ეს მაინტერესებს. ხო და გითხარი რატომაც ვაკეთებ, ანუ მჯერა წიგნის რომელიც წავიკითხე და მჯერა წიგნის რომ რატო იმიტომ რომ მაგალითები მოყავს ისეთი რაც ჩემთვის არის დამაკმაყოფილებელი და ბიბლია ვიკითხოს სუბიექტურია, ეგ რომ მუსლიმმა მითხრას ყურანს მოყავს ჩემ და უთქვამთ ყურანს მოყავს ჩემთვის ისეთი რაღაცები, მაგრამ მომწონს ამიტომ ყურანი მართალია. ეხლა ნახე ჩვენ საუბარში იკვეთება ის რომ მაგალითად ამ წუთში ორი კრიტერიუმი მინდათ ეხლა. აუ მე მაგალითად გეუბნები ნეო, მაგრამ უბრალოდ ანუ არიცი ეგ წიგნი ხვდები, ეგ მხედველობა რომ არიცი, ვერ იგებ რას გეუბნები. აი წიგნი ვიცოდი არ არის აუცილებელი სიტყვაზე მე რო ველაპარაკები ათეისტ ბიბლია არის ჭეშმარიტი, არ არის აუცილებელი, არ მჭირდება ათეისტმა იცოდეს ბიბლია, რომ დაუდასტურო რატო არის ჭეშმარიტი. ანალოგიურად მითხარი კრიტერიუმი რატომაც მიიღე რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის წიგნი, რომ ჭეშმარიტია. იმიტომ რომ გამცა კითხვებზე პასუხი, რომელზეც პასუხიც ვერ გამცა. ეგ არგუმენტი რომ გითხრას მუსლიმმა ყურანზე, ყურანმა ჩემს კითხვას. მე ვერანაირად, ანუ გეუბნები ვერა. ასკო ვერანაირად მოისა. ანუ ვერ მივიღე, აი გიხსნი ნახე, ყურანით წავიკითხე, ვერ მივიღე კითხვებზე პასუხი, წავიკითხე ბიბლია, ვერ მივიღე პასუხი, წავიკითხე ყველა, მაგრამ ვერ მივიღე პასუხი. Hello, მომისმინე, შენ აქ გავიგე კონკრეტულმა სუბიექტმა. შემოვიდა მეორე სუბიექტი და ამობს ასეთ რაღაცას. მე ყურანმა დამცა ყველა კითხვაზე პასუხი. ამიტომ ყურანი ჭეშმარიტი, ანუ ანალოგიური ლოგიკით, შენ თუ შეგიძლია ეგრე იმშელო, შენ კონკრეტულ კითხვებზე ამ წიგნმა პასუხი გახსა. რატო არ შეუძლია სხვა ადამიანს ნებისმიერი წიგნის ჭეშმარიტობაზე ანალოგიური კრიტერიუმით იმშელოს? ვინ ამბობს რომ არ შეუძლია? მე ვთქვი, მაგას შენ მტკიცებ რომ არ შეუძლია. მე მაშინ მიდიხარ ლოგიკურ აბსურდამდე, იმიტომ რომ მაგ ლოგიკით ყველა წიგნი გამოვა ჭეშმარიტი, რომელსაც კონკრეტულ სუბიექტს პასუხს გასცემს. შესაბამისად, მაშინ ამას ჭეშმარიტება რა არის? ის რისით შენ გჯერა, ესე არ არის? ჭეშმარიტება არ არის, ისიც შენ გჯერა. ჩემი მეზობელი გელანს ჯერა, რომ ჩემ მეზობელ გელანს რომ ჯერა რომ ნაპოლეონ ბონაპარტეა, ეს იმას არიშავს რომ ნაპოლეონ ბონაპარტეა. გელა იძახის ახლა უბანში რომ გავიდე, გელა მეტყვის რომ ნაპოლეონია, მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ იმიტომ რომ გელას ჯერა ესე ნაპოლეონია. ანუ შენ რას ამბობ, რომ ანუ შენ მაგალითად შენი სიმართლე ვერ გექნება, მე ჩემი სიმართლე ვერ ექნება, პირობითად ანას თავის სიმართლე ვერ ექნება და გელას თავის სიმართლე ვერ ექნება. სიმართლე არის ობიექტური, ანუ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, ანუ ჭეშმარიტება არ შეიძლება სუბიექტური იყოს. ჭეშმარიტება უნდა იყოს ობიექტური. ანუ მაგალითად 2+2 5 ბერაზოს ვერ იქნება, 2+2 4 იყო, ისედაც მაგრამ შეიძლება გეგონოს რომ 5, ანუ შენ სიმართლე უნდა დავარქვა. გეგონოს 4-დან რამდენია დედუ? 2 და 236 და ცოტა კიდე მეტი. ანუ ირიდიაში არსებობს რომ 2+2 ფესვიდან გამოდის 4.400 ანა 4.59 რო დაამრგვალ და 5 გამოდის. ანუ მაგის თეორიაც არსებობს, მაგრამ ახლა მაგაზე არ ვსაუბრობ. არა, მათემატიკოსი ყავს ვაიუში. არა, უბრალოდ არა, პასუხია მაგაზე არა.
ანუ well done. მე მოიცა შენ ხარ მათემატიკოსი? მათემატიკოსი. მათემატიკოსია. მიხარია გაათლებული ადამიანი. მომისმინე, აი ხა მაშინ გეკითხები ესეთ რაღაცას. PES-ი 4-დან 2.23 ხოა? 2.23 არ არის, ზუსტად 2-ია. არითმეტიკულ PES-ზე თუ ლაპარაკობ. არ არის 2, ჩართე კალკულატორი. 4-დან რა მომიყვანე PES-ვი და მითხარი რამდენია? არითმეტიკულ PES-ზე თუ ლაპარაკობ, ზუსტად 2-ია. ისე PES-ვი და PES-ვიდან 4 PES-ვიდან არის -2 და 24-ია, ან 23, ზუსტად არ მახსოვს. ეხლა ნახე, ანუ არ არის, ეგრე რავი, კალკულატორი ჩართე, რავი, არ არის. ეგრეა, მაშინ რავი, მათე ამჯერად ჩართე კალკულატორი PES-ი 4-დან არის 2. რავი, აგერ კითხო. ChatGPT-ს კითხოთ. მიდი კითხე, PES-ი 4-დან არის თუ არა 223? არის თუ არა, კითხავ რამდენია, რაღაცა არის თუ არა და ისე მსკია PES-ი 4-დან რამდენია ვკითხო. 2-ია, არითმეტიკული PES-ი. 2.24-ია, ან 23 ზუსტად არ მახსოვს. 5-დან ხობ შენ ალბათ. რამდენია? 2. ეხლა შეუბრუნია ბაკითხავ და მაგას დაგიმტკიცებ თუ ChatGPT ხანდახან შტერია. PES-ი 5-დან გულისხმობ, თეკლა, PES-ი 5-დან მითხარი გულისხმობ. რა ვკითხო, მითხარი და ვკითხო ნებისმიერ ამას. აი, მაგალითად კითხე რომ PES-ვი 4-დან არის თუ არა 2.23. კარგი. ან 2.24. ის რო არაო. არ გეტყვის რომ არაო, მასე 2+2 PES-ვიდან თუ ამოიყვან 4.49 გამოდის. ანუ აი, ვეკითხებით. რაღაცა ძალიან ბევრი deeper thinking-ი არაო. შენ თავს ვიცავ, მართლა არ ამიცავ. 2.23, 4.97 ეს თითქმის 5-ს უდრის, ანუ რა არაო? არა, 4-ს, ამიტომ PES-ვი 4-დან არ არის 2.23. ანუ ნახე PES-ვი წერია, არა 2-იაო, ნახე წერია, არა, PES-ი 4-დან უდრის 2-ს წერია. თუ 2.23 შევამოწმებთ, 2.23 კვადრატში რო ავიყვანოთ, ეს არის 4.9729, ეს თითქმის 5-ს უდრის. ამიტომ არა. ანუ ნახე, მარტივია, თეკლა ლაპარაკობს PES-ი 5-დანზე. შენ ხო მათემატიკოსი ხარ? ხო და მათემატიკოსი ვარ, PES-ი 5-დანზე ლაპარაკობ შენ. გამარჯობა, ანუ მაგას გელაპარაკები და გამო. რა გამარჯობა, PES-ი 4-დანზე იზახდი, რა გამარჯობა. ანუ მომისმინე ერთი წამი. მაშინ ახლა ფორმულით კითხავ ესეთ რაღაცას. დაუშვათ A ტოლია B-ს. A კვადრატი ტოლია AB-ს. ხო ესეა? ანუ მოდი დავამთავროთ, ნახე ერთი წამი A კვადრატი. წეგანდელი რო გავამთავროთ. ორივე მხარეს კვადრატი რო ეწამ 2 წამი მასადეთ გთხოვთ, ეხლა გთხოვთ 2 წამი. თეკლა, მე გეტყვი რომ დაბნეული დალი არ არის, მე პირიქით გონია რომ დაბნეული შენ ხარ და ანუ ეხლა ვეცდები რომ ეგ დაგიდასტურო არგუმენტირებულად. მე გეტყვი რომ შენ პოზიციაში საერთოდ რა პოზიციაც გაქვს, ანუ საერთოდ არანაირი ეპისტემოლოგიური საფუძველი არ შეგიძლია, ანუ არც ერთ შენს ცოდნაზე არ შეგიძლია დამიდასტურო ეს ვიცი, იმიტომ რომ ეს ანუ აქედან გამოცოდნა. ანუ შენს მესაუბრები ბიბლიაზე, მე გესაუბრები თეკლა ძალიან დიდი განსხვავებაა. ნემეგედონზე. თეკლა, ანუ არ არის განსხვავება. გეტყვი რა განსხვავება. მე ისტორიული პიროვნებიდან, რომელსაც ვენდობი, ვიღებ ანუ მოწმობას თვითმხილველებიდან და იმ ისტორიული დოკუმენტებიდან, რომელიც გამოდის რომ მე ანუ ნახე შენ ამბობ შენ ამბობ ესეთ რაღაცას, შენ ამბობ ესეთ რაღაცას. იესო არის მხსნელი და ამას იგებ ბიბლიიდან, მაგრამ ამბობ რომ ბიბლია ჭეშმარიტი არ არის, ანუ უკვე შენ თავს ეწინააღმდეგები და ვერანაირი პოზიცია ვერ გექნება. ეგივეა რომ მითხრა რომ ამ წამს ახლა თბილისში წვიმს და თან არ წვიმს. აი ეგეთი თემაა და ანუ ხო ხდები თბილისი დიდია, შეიძლება ამ მომენტში წვიმდეს, მაგრამ გლდანში არ წვიმდეს მაგალითად, მაგრამ ანუ თბილისში თუ წვიმს სიტყვაზე საბურთალოზე თუ წვიმს ერთ კონკრეტულად გილას ეგ ნიშნავს რომ თბილისში წვიმს უკვე ნიშნავს გლდანში რო არ წვიმს ეგ არ ნიშნავს რომ თბილისში არ წვიმს მაგრამ შეიძლება მე ხო თბილისში ვარ ცხოვრობ სიტყვაზე ვიძახი ვარკაცილში და ჩემთან არ წვიმს თუ კი ეცემა წვიმის წვეთი ანუ თუ ერთ ადგილას არ თბილისში წვიმს მაგრამ სხვა არგუმენტი მოუყვანე ნეო კაი ამასაც სხვა რა მე რო თქვა რომ სიტყვაზე წიგნი მიდევს აქ და სიტყვაზე შენ რო თქვა რომ არ გიდევს ორივე მართლები ორი იქნება თან შენ ამბობ თან აქ წიგნი მიდევს და თან არ მიდევს ეგეთი არგუმენტი ხო მაგრამ აქ რწმენაზეა საუბარი და არა ფიზიკურ გამოხატულებაზე ანუ რწმენა რა შუაში ანუ ფიზიკური არ არის ეს მართლა რომ არც მედოს მაგალითი რაც მომყავს ეს იდეურია ფიზიკურობასთან არაფერ შუაში არ არის ღმერთი არაფიზიკურია მაგრამ ღმერთი არსებობს და ღმერთი არ არსებობს ეს ორი განცხადება ორივე სიმართლე ერთდროულად ვერ იქნება ღმერთი ან არსებობს ან არ არსებობს ეს არის მაგრამ ჩვენ შორის განსხვავება ის არის რომ შენთვის უფალი კარგი ადამიანია ანუ ადამიანი რა სიტყვაზე ვიძახი ანუ კარგი სუბსტანცია არის მაგრამ ჩვენთვის არა ანუ ზუსტად ამაზეა საუბარი შეუძლებელია რომ კარგი არ იყოს ესე და გეტყვი რატო არის შეუძლებელი
და მაგას კი დაგიმტკიცებ, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, ანუ პოზიციაში გაქვს უკვე წინააღმდეგობა და უკვე სიმართლე ვეღარ იქნება. ვერანაირი თეორია, რაც შეიცავს უკვე კონტრადიქციას, უკვე სიმართლე ვეღარ იქნება. ეს ერთი. მეორე, უფალი თუ ყოვლად კეთილი არ არის, ვერანაირი ცოდნა ვერ გექნებოდა. შენ თუ დაუშვებ, რომ უფალში რამე სიბოროტე მაინც კი არსებობს, მაშინ შესაძლებელია რომ უფალი გატყუებდეს. უფალი თუ შესაძლებელია გატყუებდეს, შეიძლება რომ 2+2 რო 4 გონია, ამაში ყოვლადძლიერმა არსებამ დაგარწმუნა თავისი ტყუილით. ამიტომ ღმერთი იმისთვის რომ საერთოდ სამყაროში რამე ცოდნა შესაძლებელი იყოს, აბსოლუტური არსება, რომელიც ცოდნის შესაძლებლობას იძლევა, ყველა ვარიანტში უნდა იყოს ყოველად უტყუარი. ხო ხვდები რას გემუნ? ამიტომ ესაა არგუმენტი. ხო, მაგრამ ნეო კიდე გეუბნები. ანუ შენთვის ნახე წინაზეც თავშიც გითხარი მე შენ რომ ერთი აღბავართ მეორე დაბლა. ხო და ვერ ვეკვეთებ. ამაზე უნდა გამცემას უკვე წინააღმდეგობა გაქვს, ხო მიხდი რას გემუნები. ანუ ნეო ნახე ჩემთვის ყველა ის სიტყვა რომელიც შენ უფალთან არა იესოსთან ამ ეტაპში უფალზე საუბრობ ჩემთვის უკვე წინააღმდეგობაა და გეუბნები რატოც იმიტომ რომ ჩემთვის არ არის ეგ ესე რომ თქვა ისეთი თემა სადაც კარგ კონტექსტია ანუ შემიძლია ჩავთვალო რომ ეს არის უნაკლო არსება რომელსაც ყველასთვის ყველაფერზე კარგი უშეცდომო და ასე შემდეგ ანუ მე ასე არ არის თუ ეგეთი არ არის თეკლა ნახე მე მოყვები შენ პოზიციაში თუ ღმერთი ყოველად სრულყოფილი, ყოველად უნაკლო და ყოველად კეთილი არ არის, ვერაფერი ვერ გეცოდინება, ვერ დამილაპარაკები და გეტყვი რატო? შენ თუ დაუშვებ რომ შესაძლებელია რაიმე სიბოროტე იყოს უფალში. მაშინ გამოდის რომ შესაძლებელია რომ უფალი გატყუებდეს, თუ იმის ალბათობა არსებობს რომ შეიძლება ყოვლადძლიერი არსება გატყუებდეს, მაშინ ყოვლადძლიერი არსება შეუძლია დაგაჯეროს ნებისმიერი. სიცრუე მაგალითად შეიძლება რომ 2+2 რო 4 გონია და ეს რო ჭეშმარიტი გონია, რეალურად სხვა არის პასუხი და ყოვლადძლიერი არსებას შეცდომაში ყავხარ. ამიტომ ცოდნა რომ შესაძლებელი იყოს ყველა ვარიანტში ის ყოვლადძლიერი არსება, რომელიც აბსოლუტია, ყველა ვარიანტში უნდა იყოს ბუნებით ყოველად კეთილი, იმიტომ რომ ყოველად უტყუარი იყოს. და ამიტომ გეუბნები, ანუ პოზიცია, რასაც იღებ, მაგ პოზიციას ვიღებ და გეუბნები, რომ აბსურდამდე მიგიყვანს. მაგას ვაყიდე. ხო და მე ზუსტად მაგას გეუბნები, რომ ანუ ის ყველაფერი, რასაც მაგალითად ვკითხულობ სახარებებში და მართლმადიდებლურ წიგნებში, ვერ მაძლევს იმდენად მეთქი, ანუ ვერ მაძლევს კითხვებზე პასუხს. აი მაგალითად კითხვა რატო, სადაც ჩდება რატო, მაგრამ შენ საუბრობ. აინტერესებს ნეო ვკითხოთ და იქნება ჩვენ უთხრათ რაღაც განსხვავებული. დალი ნახე შენ ამბობდი რომ ნეოსნაირად ვერ ერკვეოდი ბიბლიაში და უკვე მეორჯერ ვაკეთებ 2 საათია და ვერ შემაცვლევია და ხა შენ როგორ შეიძლება მე კი არ მაქვს არავის შეცვლა მე ჩემი პირადი რწმენიდან გამომდი მე საერთოდ უცოდინარი ვარ ჩათვალე ბიბლიაში მაგრამ რაღაცები ვიცი და მწამს ღმერთის და მე რწმენა ჩემი და ღმერთის კომუნიკაცია როგორია ამას გეტყვი ელემენტარულად სხვა ვერაფერს ვერ ანუ ნახე როგორ თემა არის მე მაგალითად ის რაზეც მე და ნეო საუბრობდით თავიდან პირველ ლაივზე უბრალოდ ჩემი კითხვები მაინტერესებს რატომ კითხვები ანუ პასუხი უფრო სწორად ისა რატომ რაზე გაქვს ეგ მაინტერესებს ნეო უფრო ადეკვატურად გაგცემს და შესაბამისად მეც ჩემსაც ნეო ვერ გამცემს ადეკვატურად მაგ კითხვაზე პასუხს იმიტომ რომ წინაზეც ვერ მივიღებთ მაგ კითხვაზე პასუხი ვერ შევჯერდით ერთ კონკრეტულზე ნახე მე და ნეოს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ესე რომ თქვა წარმოდგენები კონკრეტულად იმაზე ვინ იყო პირველი ქალი იმაზე რა ხდებოდა იმაზე საერთოდ დაცემულ ანგელოზებზე როგორ მივიდა ნახე ეს რაღაც გეტყვი სანამ მაგაზე გადახვალ გეუბნები რომ შენი პოზიცია არის ლოგიკურად აბსურდული სულო დაანებო ხო და ჩემთვის შენი და ამ დროს რა ხდება ხო და რანაირად რო იტყვი რომ შენ რომ მეტყვი რომ შენი პოზიცია ლოგიკურად აბსურდულია ეს არნიშნავს რომ აბსურდულია უნდა მანახო დამიმტკიცო დემონსტრაცია გამიკეთო მე გეუბნები განახე რომ შენ თუ იტყვი რომ ღმერთი ყოვლად კეთილი არ არის ვერაფერი ვერ გეცოდინება სამყაროში ეს არის ჩემი არგუმენტი და გეუბნები რა ანუ ეს არის შენი არგუმენტი შენი პირადი აზრი ანუ ამ არგუმენტზე გეუბნები რატო ანუ ამ არგუმენტს გიმტკიცებ ანუ ლოგიკურ დემონსტრაციას ვაკეთებ რატომ არის ეს ასე იმიტომ რომ თუ დაუშვებ ყურადღებით მომისმენ ბოლოჯერ გეტყვი ამ არგუმენტს იმიტომ რომ თუ დაუშვებ რომ ღმერთი ყოვლად კეთილი არ არის და შესაძლებელია მაშინ რაიმე სიბოროტე იყოს მაშინ გამოდის რომ შესაძლებელია რომ ღმერთი იტყუებოდეს ანუ გატყუებდეს მაშინ გამოდის რომ ნებისმიერი შენი ცოდნა რაც გონია რომ ჭეშმარიტია შეიძლება ყოვლადძლიერი არსება ამაში გარწმუნებს რომ ჭეშმარიტია მაგრამ რეალურად ჭეშმარიტი არ არის ანუ ყოვლადძლიერი არსება გატყუებს ანუ მაგალითად როგორჯერა 2+2 4-ია შეიძლება ყოვლადძლიერი არსებას ტყულში ყავხარ მაგრამ ამ პოზიციას თუ მიიღებ ვერაფერი ვერ გეცოდინება და მიდიხარ რედუქციო აბსურდიზმამდე ამიტომ ყველა ვარიანტში ყოვლადძლიერი არსება რომელიც ცოდნას შესაძლებელს ხსნის ყველა ვარიანტში უნდა იყოს ყოვლად კეთილი რათა იყოს ყოვლად უტყუარი ეს არის ჩემი არგუმენტი ამ არგუმენტს ან შეეწინააღმდეგე ან არ მითხარ რომ მართებული არის მითხარი რატომ არის ეს არგუმენტი არასწორი
მითხარ თუ მეტყვი გავჩუნდები და რა ვიცი. ნახე შენ შენი ინფორმაცია მოდის იქ რომ ანუ რასაც იწერება ბიბლიაში რაც იწერება სახარებაში ნეო მეკითხები და პასუხს არ მაცლი და გეუბნები ჩემ გეუბნები არგუმენტი გესმოდა ეხლა რაც გითხარი ეს ერთად გალი გეუბნები ნეო ეხლა რაც გითხარი ეს ბიბლიაში წერია ეხლა რაც გითხარი ეს ბიბლიაში წერია რაც გითხარი პასუხობ მაცადე უყურე რა ხდება თავიდანვე ანუ რომ მეკითხები რომ ღმერთი არ შეიძლება იყოს ცუდი პიროვნება ანუ პიროვნებაში რო გადმოვიყვანოთ. ანუ ცუდი სუბსტანცია ვერ იქნება ღმერთი. მეუბნები ამას. თუმცა ეხლა უყურე მე და შენ საერთოდ განსხვავებული ცოდნა და წარმოდგენა გვაქვს მაგ თემებზე კონკრეტულად. მე მაგალითად ვიცი მხარე სინამდვილეში, ანუ ვიცი რა მასალების მიხედვით რა მოხდა, რატომ ჩამოვარდა ლუციფერი. თუმცა შენ კონკრეტულად მაგ თემაზე ლუციფერზე არ გელაპარაკებ ეხლა. ხოდა მე მაგას გეუბნები და ჩემი აზრით მაგიდან გამომდინარე ჩემი არგუმენტი წინ უსწრებს ყველა ანუ როგორ შეიძლება იყოს დადებითი ეხლა მომისმინე რაღაცას გეტყვი ხო ორი წამი მომისმინე ჩემი არგუმენტი წინ უსწრებს საერთოდ ყველაფერს და ყველა წიგნს და ლუციფერს და ყველა მაქამდელი მეტა კატეგორიის არგუმენტია ანუ მეტა ლოგიკური არგუმენტია ეხლა შეხედე არგუმენტს ააყვირით ხო საერთოდ აი გითხარი რომ ბოლოჯერ გეტყვი მეთქი მაგრამ სიყვარულით რადგან განწყობილი კიდე ერთხელ ვიტყვი ლუციფერი კი არა საერთოდ ნებისმიერი კატეგორიის ცოდნა რომ იყოს სამყაროში შესაძლებელი აი წინადადებები ჩამოყალიბება რომ შესაძლებელი იყოს აი ამისთვისაც კი ნებისმიერი კატეგორიის ცოდნისთვის აუცილებელი არის რომ ყოვლა ძლიერი არსება რომელიც არსებობს ყველა ვარიანტში იყოს ყოვლად კეთილი იმიტომ რომ თუ ყოველად კეთილი არ იქნება, მაშინ გამოდის რომ არსებობს ალბათობა რომ იგი გატყუებს, ანუ თუ მაშინ სიბოროტე შეიძლება იყოს, მაშინ გამოდის რომ შეიძლება გატყუებს, თუ შეიძლება რომ გატყუებს, გამოდის რომ ნებისმიერი ცოდნა რომელიც ვფიქრობ რომ ჭეშმარიტია, შესაძლებელია რომ არ იყოს ჭეშმარიტი, ანუ შესაძლებელია რომ ტყუილი იყოს, მაგალითად 2+2 რომ ვიცით რომ 4-ია, შეიძლება თვითონ ეგეც კიმც არ იყოს, იმიტომ რომ ყოვლადძლიერი არსება შეიძლება რომ გატყუებდეს. ამიტომ რომ ამას უშვებთ, რადგან უშვებთ რომ შეიძლება ბოროტი იყოს. ამიტომ იმისთვის რომ საერთოდ რაიმე ცოდნა შესაძლებელი იყოს, ყოველად ძლიერი არსება, რომელიც არსებობს, უნდა იყოს ყოველად უტყვარი და ყოველად კეთილი. ეს არის არგუმენტი. ეხლა მომისმინე. ეს ბიბლიაში რაღაც ეხლა ორი წამი მომისმინე. ეხლა ორი წამი არ გამოწყვეტე. ეხლა რაღაცას დავუმატე. ბიბლიაზე რო არ დამიწყო ლაპარაკი. ეხლა რასაც გეუბნები აქედან ბიბლიაში არაფერი არ წერია. ბიბლიაში რო წერია რომ ყოველად კეთილია ღმერთი, მე იმიტომ კი არ მჯერა მარტო რომ ბიბლიაში წერია. ყოველად კეთილი რო არის ღმერთი, ეს არის მეტაფიზიკური აუცილებლობა. ამიტომ მოყავს ლოგიკური არგუმენტი. ბიბლიაზე არ დამიწყო ლაპარაკი და მითხარი რანაირად აღწევ აი ამ წინააღმდეგობას თავს. გისმენ. ამაზე მელაპარაკი. უკაცრავად კომენტარში გითხულობდი, ვერ გავიგეკითხვა რა დამისვი. ანუ აი ახლა მე რაც გელაპარაკე, ბიბლიაში არ წერია და ღმერთი რომ ყოველად კეთილია, ეს ბიბლიიდან გამომდინარე კი არ ვიცი, ეს არის მეტაფიზიკური აუცილებლობა. ეხლა შემეწინააღმდეგე თვითონ აი ამ არგუმენტზე მითხარი, რატომ არ არის ეს ანუ როგორ აღწევ აი ამ წინააღმდეგობას თავს. ნეო, გეუბნები. ანუ შენთვის თავს. წინააღმდეგობას რომელიც გექნება თუ დაიჯერებ რომ გეუბნები. ანუ ჩემთვის წიგნი, რომელიც არის, ესე რომ ვთქვათ, პრიორიტეტული წიგნი, რომელიციც მჯერა, ნეო დამასრულებია, წიგნი, რომელიციც მჯერა, მიყვება ამბავს, სადაც ჩანს, რომ ღმერთი არც ისე კაი ტიპია, ესე რომ შინაურულად რო ვილაპარაკოთ, ჟარგონულად, არც ისე კაი ტიპია, მომიყვარა მაგალითი რატო, რის გამო, რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად. ვიღაცისთვის შეიძლება კაი ტიპობა, ვიღაცისთვის შეიძლება არა. ანუ ზუსტად აქედან გამომდინარე გეუბნები და ახლა მე მეგისვა მკითხვას ასეთი. ანუ მაგკითხვას არ დამისმევდით ხო, მაგას გეუბნები რომ გქონდეს წაკითხული. აი თეკლა, აი ნახე, აი დაახლოებით. დაახლოებით გახედრო როგორ აბსურდი. ორივე გაშვამდით. ბოლო 1 საათის მანძილზე ერთი და იგივე სტრიალით დავიღალე. ერთი წამი ბოდიში. სერიოზულად დავიღალე. ერთი წამი ბოდიში. ლუკა ერთი წამი. არა, ერთი წამი ბოდიში გიხდით, ორი წამი გთხოვთ, ერთი წამი მასადეთ გთხოვთ. გავიგეთ რომ ერთ ადამიანს რაღაცას ვერ ვაგებინებთ, ერთი ადამიანისთვის არ არის ლაივი, გთხოვთ, ორი წამი მასადეთ გთხოვთ. მასადეთ. ჩემ ლაივში მივიღებ გადაწყვეტილება. გთხოვ, მასადეთ ორი წამი. მარიამ, please wait. კითხოს ერთხელაც გეტყვი რაღაცას. თეკლა, როცა მეუბნები რომ რაღაც წიგნის მჯერა, აქ უკვე შეცდომას უშვები, იმიტომ რომ ჩემი არგუმენტი წინ უსწრებს მაგ შენს დაჯერების პროცესს, იმიტომ რომ ნეო ეს შენთვის არის რაღაც. ჩემთვის მასე შეიძლება არ არის ჩემთვის ბიბლია რაღაც, მაგრამ ჩემთვის შეიძლება ბიბლია იყოს რაღაც. თეკლა არ გამაწყვეტინო, ვერც ხვდები არგუმენტს, არ გამაწყვეტინო.
შენ როცა გჯერ რომელიღაც წიგნის არა აქვს მნიშვნელობა რომელიღაც სიტყვა შეესაბამება სულ ეგ წიგნი რომ ჭეშმარიტი იყოს არ შემაწყვეტინო რომელიღაც წიგნის რო გჯერა თეკლა შენ აკეთებ უკვე რაღაცების პრესუპოზიციას მაგალითად ის რომ კითხვა შეგიძლია მაგალითად ის რომ წიგნში როგორ წერია ინფორმაცია მაგის გაგება შეგიძლია მაგალითად ის რომ ეგ წიგნი არის ეგ წიგნი არ არის სხვა წიგნი მაგალითად ის რომ მუშაობს წინააღმდეგობის კანონი რომ თუ ამ წიგნში დაწერილი მართალია სხვა რაც არის ეგ მართალი ვერ იქნება მაგალითად არ არსებულ ანუ უშვე პრესუპოზიციებს ლოგიკურს რომ მე შემიძლია ამ წიგნის არსებული ინფორმაცია ეხლა ნახე მე მაგ კითხვა მაგას უსწრებს წინ შენ თუ დაუშვებ რომ ღმერთი ყოველად ძლიერი არსება არის ბოროტი თუ დაუშვებ მაშინ გამოდის რომ შესაძლებელია არ ვამბობ თუ არის ბოროტი არა თუ არის მაშინ რაიმე სიბოროტე თუ ყოველად კეთილი არ არის მაშინ გამოდის რომ შესაძლებლობა არსებობს რომ იტყუებოდეს თუ მაგის შესაძლებლობა არსებობს რომ იტყუებოდეს მაშინ ნებისმიერი ჭეშმარიტება რაც გონია მე არ ვამბობ რომ იტყუებოდეს მე ვამბობ რომ ადამიანებიდან დაწერილიდან გამომდინარე მოდის ის თეკლა მომსმინე შენ თუ ვამბობ რომ ღმერთი ყოველად კეთილი არ არის იმის ალბათობა რომ ღმერთი შეიძლება იტყუებოდეს ამას ლოგიკურად მოყვება შენ ამბობ თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ თუ დაუშვებთ რომ ღმერთი ყოველად კეთილი არ არის ღმერთი რომ შეიძლება იტყუებოდეს ამის ალბათობა არსებობს ეხლა შეხედე თუ იმის ალბათობა არსებობს რომ ყოველად ძლიერი არსება შეიძლება იტყუებოდეს მაშინ გამოდის რომ ნებისმიერი ჭეშმარიტება რასაც ჩემ ფიქრობ რომ ჭეშმარიტია შეიძლება იყოს სრული სიცრუე იმიტომ რომ ვერაფერი ზუსტად ვერ გესოდინება იმიტომ რომ ყოველად ძლიერი არსება შეუძლია ნებისმიერ რაღაცაზე მოვატყუოს მაგალითად ყოველად ძლიერი არსება შეუძლია შენ დაგაჯეროს რომ 2 + 2 არის 5 და არა ისა 4 მაგრამ რეალურად სხვა რაღაც იყოს ხომ მიხდი რას გეუბნები ამიტომ ვერაფერი ვერ გეცოდინება ის კი არა რომ რაღაც X უჯერებ და უიცი საერთოდ ეგ წიგნი რომ ეგ წიგნია ეგეც ვერ გეცოდინება საერთოდ მაგ წიგში რომ ეგ სიტყვები წერია ეგეც ვერ გეცოდინება იმიტომ რომ შეიძლება ყოველადწლიერი არსება გატყუებს ამიტომ გეუბნები ეს გამომდინარეობს მეტაფიზიკური აუცილებლობიდან ამიტომ გისვამ კითხვას როგორ აღწევ აი ამ ლოგიკურ კონტრადიქციას წინააღმდეგობას ანუ შენს ეპისტემოლოგიურ კრიტერიუმს უტევ ის კი არა რომ რაღაც წიგნი წაი მე გეუბნები ვერაფერსაც ვერ წაიკითხე ცოდნა ვერ გიგის წინადადებას ვერ იტყვი შენ სოფხედელობაში მაგას ეს არის ჩემი არგუმენტი. ანუ მეტაკატეგორიის არგუმენტი. ხო მიხდი რას გქონდა? ამ წინააღმდეგობაზე გამიცი პასუხი. თორე რა წაიკითხე, ეგ არის უკვე თუ შევთანხმდებით, რომ საერთოდ რამისის შეგიძლია, რამის ცოდნა შესაძლებელია, მაგამდე თუ მიიღო. არგუმენტი. გავიგე, ნეო, შენი არგუმენტები მაგაზე უკვე ძალიან დიდი ხანი არის, მართლა რომ მსჯელობთ და ვდაობთ. გავიგე, უბრალოდ შეხედე, ანუ იმდენად ვერ მიუყვებით ერთმანეთს ფიზიკურად ხვდები? ანუ ნახე, შენ ჩემსას ვერ იგებ, მე შენსას ვერ ვიგებ. ვერ ვიგებ რას უყურე? ანუ არგუმენტირებული მსჯელობა გასაგებია, მოყვები. ანუ უბრალოდ ნახე, ისტორია რაც არის საფუძველზე. ვიღაცისთვის შეიძლება ღმერთმა ყველაფერი კარგი გააკეთა ადამიანებისთვის, ეს ესეა. ოღონ ნახე, აქ უკვე ისერთვება ვისთვის რა არის კარგი და ვისთვის რა არის ცუდი. კარგი და ცუდი ანუ სუბიექტურია, ჩემთვის კარგი. ანუ არა, უყურე ადამიანებისთვის ბოლომდე კარგი გააკეთა, მაგრამ ეხლა ნახე, მე ზუსტად იმაზე მაქვს საუბარი, რომ როცა სამაელი ანგელოზი იყო, მისთვის კარგი გააკეთა, მისთვის იყო. არ გადავალთ, არსად არ გადავდივართ ეთეყლა. ხო და მე ამაზე გეუბნებ, როცა მისვამ ამას გეუბნები. როცა ლუციფერი იყო სამაელი, მისთვის იყო კარგი, მაშინ ამას ვკითხავ. ეთეყლა შენი მსოფლმხედველობრივი პოზიცია არ გაძლევს მაგის საშუალებას რამე საკითხზე გადახვიდე. უკვე ისეთ პოზიციაში იყენებ თავს, რომ საერთოდ არაფერზე მსჯელობის შესაძლებლობას აღარ გიტოვებს. მაგიტო გეუბნები, თორე ის კი არა რომ პრობლემა მაქვს რამეზე ვიმსჯელო შენთან ერთად. მაგის პრობლემა მე არ მაქვს. ნეო, მაგალითად რაში ვერ დაინახე მსჯელობა? ეთეყლა მსჯელობის შესაძლებლობა უკვე აუბაცილი არგუმენტი, ნეოს არგუმენტი არის ლოგიკური და არა რელიგიური. ანუ ლოგიკური არგუმენტი მოგიყვარა. ხო, მათემატიკას შენ მაინც ხომ მიხდით, ხო, ახლა რა ვინ მიხვდა არგუმენტს? მითხარით გთხოვთ, ვინც მიხვდა? ანუ ადამიანი და 520. ანუ ჩემი არგუმენტი წინ უსწრებს, ანუ მეტაკატეგორიის არგუმენტი არის, ხო მიხდი რას გეუბნები? შენ ჯერ უნდა დაადასტურო შენი მსოფლმხედველობა. ნეო, მისმინე ადამიანისთვის შეიძლება იყოს კარგი. შეიძლება კი არა, არის კარგი, იმიტომ რომ მაგ ყველაფერი გააკეთა ადამიანებისთვის. სხვა რაღაც გეუბნები. ადამიანისთვის კი არა. ანუ ჩემი არგუმენტი არის, რომ შენთვის ცოდნა შეუძლებელია. ვერაფერი ვერ გეცოდინება, იქედან გამომდინარე, რომ ისეთი პოზიციის, მსოფლმხედველობის პოზიციის ნეო, ანგელოზებზე ბევრი იცი? მაშინ ესე კითხავ. ანგელოზებზე ბევრი იცი? სიტყვა ანგელოზი ვერ გეცოდინება. ვერ ხვდები რას გეუბნები. სიტყვას არ გეუბნები. ასაგებია, რასაც ამბობ, რომ გონები. ეხლა უცებ გეტყვი ნეოს არგუმენტს, ბოდიში. მეც გეუბნები. ანუ ანგელოზი იგულისხმება მაგასაც ვერ ნახე ნეოს არგუმენტი რა არის ეხლა ნახე ან შენ იტყვი რომ ღმერთი ყოვლად კეთილია ან წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უნდა მითხრა რომ ვერაფერს ლაპარაკი არიცი ანუ არაფერი არიცი
არა, ერთ-ერთი უნდა თქვა. გეუბნები ღმერთი კეთილია ადამიანებისთვის, თუმცა ღმერთი განაირად გაგა. ხო და გეუბნები რომ არ არის ყოველდღე კეთილი. მაშინ ნეოს არგუმენტია რომ ლაპარაკი არ იცი. მაშინ ლაპარაკი არ იცი. წინადადებას ეხლა თქვენი იმას საწვევით რომ ანუ ღმერთი ლაპარაკი არ იცი მარტო იმიტომ რომ აზროვნება არ გექნება პირადი მიეკნება და არავინ არ არის დარწმუნებული, არავინ არ იცი. თეკლა სხვა რაღაც გეუბნებით. თეკლა ნახე შენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რაც რისი ადაპტაციას წინადადებების ჩამოყალიბება შეუძლებელია. შენ კი არ გეუბნები პირადად ლაპარაკი არ იცი, ანუ რა პოზიციაც გაქვს მაქედან გამომდინარე, სიტყვა რომ რაღაცას ნიშნავს, რომ იდენტობა რაღაც იდენტობა, ეგეც ვერ გეცოდინა, ლოგიკის კანონი ვერ გეცოდინა, მაგალითად რომელ ლაპარაკები ანგელოზი. ანგელოზი რო ანგელოზია და საზამთრო არ არის, ეგეც ვერ გეცოდინი, ანუ შენ ლოგიკა არ გაქვს, მსოფლმხედველობი რატო? იმიტომ რომ ერთი წამი მაპატი ერთი წამი ირაკლი პატარაიას ძალიან ბევრ კომენტარს წერს, რომ საო თეკლას ათმევე წყარო. რაღაცას გეტყვით რა ერთ წამი. ნახე არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს თეკლა, არ მაინტერესებს წყარო. თეკლა გაჩერდი გთხოვ, გეხვეწები. არ მაინტერესებს კომენტარები და არ მაინტერესებს წყარო. მაცადე ორ წამი გთხოვ. ნახე აი მინდა წყაროს უბრალოდ რაღაც მინდა უკეთ რამ ადამიანს კონკრეტულად. ციფრად მიხვდე. ნუ ელაპარაკები ნუ რავის კომენტარებში. ორი წამი მინდა რომ მე მომახციე ყურადღება გულწრფელად მიახვედრო არგუმენტს. ნახე რაღაც მაგალითად როცა მშელობ ღმერთი არსებობს თუ არა მან დააკეთებ უკვე რაღაცების პრესუპოზიციას მაგალითად გავიგე მაგალითად ის რომ ღმერთი არის ღმერთი და არ არის სხვა რამე ანუ ამის გარშე ღმერთი არის ღმერთი და არ არის სხვა რამე მაგის გარშე მაგ წინადადებას ვერ იტყოდი ღმერთი არსებობს მნიშვნელობა არ ექნებოდა თუ იდენტობის კანონი არ მუშაობს ხო ასეა მაგალითად ის რომ წინააღმდეგობის კანონი რო არ მუშაობდეს ღმერთი არსებობს ამ წინადადებასაც აზრი არ ექნებოდა იმიტომ რომ შესაძლებელია რომ ღმერთი თან არსებობდეს თან არ არსებობდეს თუ წინააღმდეგობის კანონი უნივერსალური ჭეშმარიტება არ არის ეხლა მომისმენთ ნახე რადგან აი ეს კატეგორიები რაშიც 100% დარწმუნებულები ვართ რომ ჭეშმარიტია ამ კატეგორიებში დარწმუნების შესაძლებლობაც კი არ გვექნება თუ იმას დაუშვებთ რომ ღმერთი ყოვლად კეთილი არ არის იმიტომ რომ თუ ღმერთი ყოვლად კეთილი არ არის და მაშინ შეიძლება რამე სიბოროტე იყოს შეიძლება რომ ვატყუებდეს თუ ყოვლად ძლიერი არსება შეიძლება ვატყუებდეს მაშინ გამოდის რომ ყველაფერი რაც ვიცით ლოგიკა მათემატიკა ყველაფერი საერთოდ უნდა დავაყენოთ ეჭვს იმიტომ რომ შეიძლება ყოვლად ძლიერი არსება ვატყუებს ამიტომ ნებისმიერი კატეგორიის ცოდნა ნებისმიერი კატეგორიის კონკრეტული კარი ნებისმიერი კატეგორიის ცოდნა შეუძლებელი იქნება თუ შენ მაგას დაუშვებ რომ ღმერთი ყოვლად კეთილი არ არის ანუ ყველა კატეგორიის ცოდნის ეჭვქვეშ დაყენება მოგიწევს აუცილებლად რომ შეიძლება ყოვლადწლიერი არსება გატყუებს ამიტომ ეუბნები რომ წინადადებას ვერ მეტყოდი შენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე შენ ასაგებია ნეო გავიგე უკვე ნახე მეოთხეჯერ მიხსნი ერთი და იგივეს გავიგე ანუ რო გადავენ გაგების დონეზე გავიგე უბრალოდ შეხედე რას გეუბნები მარტო იმას გეუბნები რომ ნახე ანუ ღმერთმა ყველაფერი გააკეთა ადამიანებისთვის ყველაფერი აბსოლუტურად ეხლა საიდან იცი რომ ყველაფერი გააკეთა გამარჯობა ზუსტად მაგას გეუბნები ანუ წინებიდან იქნებ გატყუებს ყოვლადწლიერი არსება საიდან იცი მიხვდი არგუმენტს ანუ მატყუებს რას რომ ყველაფერი გააკეთა ადამიანებისთვის მის მიერ რაღაც შეება გატყუებს შეება თეკლა არ ახარ ვერ მიხვდა ბიჭო შეიძლება რასნა შეიძლება მსჯელობის ჩემეული ხება შეიძლება ლაივში რომ ჩართული ხარ მაგასაც გატყუებს ხვდები არგუმენტს მიხვდი ორი და ეხლა მძინავს მაგ სუბსტანციაში ყველაფერს შეიძლება გატყუებდეს ანუ შენ ჭეშმარიტებასაც იდეაში მაგრამ მაგას არ ვამბობ ნეო მომისმინე ღმერთი ადამიანებს გაკეთებს ყველაფერს თეკლა საიდ არ საიდრიბად არ ვამბობ თეკლა კიდე ერთხელ გეუბნები ნახე შენ მაგას პირდაპირ არ ამბობ, მაგრამ შენ მსოფლმხედველობას ეგ ლოგიკური დასკვნა მოყვება. ნახე რას გეუბნები, კიდევ ერთხელ გეუბნები. შენ რო იძახი რომ ღმერთი ადამიანების ყველაფერს აყენებს, შენ ეს ვერანაირად ვერ იფოცოს, იმიტომ რომ შეიძლება ყოვლადწლიერი არსება მაგას გატყუებს. მაგიტომ გეუბნები. შენ ლაივში ჩართული ხარ. იყოს ეხა ყოვლადწლიერი. შენ მე ვარსებობ თუ არა მაგაში დარწმუნებული ვერ იქნები. ნეო, ანუ მაგ სიტყვით მიმტკიცებ ეხა შენ მე რომ არა ღმერთი არის ყოვლად კეთილი არსება და მოყავს ეგ არგუმენტი. ნახე, ეხა უყურე როგორ თემა არის მე რო გეუბნები შენ რო ნახე ჩემი გადმოსახედიდან კი არა და იმ შენ ხო გაქვს რაღაც შენი ცოდნა ანუ მე ჩემი ცოდნიდან რომ გეუბნები რომ ნეო კი უფალი ყოვლად კეთილია იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ შენც ადამიანი ხარ და ღმერთი ადამიანებისთვის არის კეთილი გეუბნები ცოდნა ვერ გექნება თეკლა ცოდნა ღმერთი ადამიანებისთვის არის აბსოლუტურად კეთილი არსება გეუბნები ყოვლად კეთილი შენი სიტყვებით და ყოვლად დადებითი უბრალოდ არა ანგელოზებისთვის მე ამას გეუბნები და ვერ გაგებინებ თეკლა ორი წამი გაჩვენე ყოვლად კეთილი არ არის მიმართებით თვისება ანუ არ შეიძლება თუ ამბობ რომ ყოვლად კეთილია და ადამიანთან მიმართებაში არის კეთილი მაგრამ ძაღლთან მიმართებაში ან ანგელოზთან მიმართებაში კეთილი არ არის ყოვლად კეთილს აღარ ნიშნავს ეხლა მაგის ახსნა თუ მჭირდება ეს ყოვლად კეთილის განმარტება თუ გაგიზუსტე რომ ადამიანებთან მიმართებაში რავი რა მოგეყვა ყოვლად რას ნიშნავს სიტყვა
ანუ თავისთავად განგიმარტე ადამიანებთან მიმართებაში არის ყოველად ადამიანებთან მიმართებაში. ეხლა ყოველად სიტყვა ნიშნავს უკვე რომ სიკეთე აღარ არის მიმართებითი თვისება და საერთოდ ნეო, მაშინ გისვამ კითხვას. ამბობ არა, რატომ ჩამოვარდა ლუციფერი? სამაელი რატო დაეცა? აი, ეხლა, აი, გავიგეთ რომ შენი პოზიცია აბსურდულია. მაშინ კითხე. მაშინ გამეცი პასუხი რის გამო? გეტყვი, თუ მე აღიარებ რომ შენი პოზიცია არის აბსურდული, რაზეც შევთანხმდი. ვერ ვაღიარებ თუ შენ არგუმენტებით არ შემოცვლევიებ მაგას. იმიტომ რომ მივკითხე, გისვამ კითხვას, პასუხს არ მაძლევ. რატომ დაეცა სამაელი? გისვამ კითხვას, რა მოხდა? თეკლა ერთი წამით მისმინი. ნეო არის ჩათვალე ყოვლად ძლიერი რა. ნეო იყოს ყოვლად ძლიერი. მაგრამ რადგან ნეო ყოვლად კეთილი არ არის, ეხლა რაღაც თავისი მინუსები აქვს რა. ნეო ამიტომ შენ რახან მეუბნები რომ ყოვლად ძლიერია ნეო, მაშინ ნეომ შეიძლება რაღაცები მოგატყუოს და თან რაღაცები კი არა, ნებისმიერ რაღაცა, იმიტომ რომ ყოვლად ძლიერია. და შენ რანაირად უშვებ რომ ნეო ყოვლად ძლიერი იყოს და აქ არ გაგაბაიბუროს რაღაცეებში და არ მოგატყუოს, თუ ყოვლად კეთილი არ არის. ანუ თქვა ნეოზე ვილაპარაკოთ ეხლა, ხო? ყოვლად ძლიერია. აი რა შეგადაგებულო ეხლა არ მოგატყუებს რაღაცას. ანუ შეხედა ერთი წამი განსხვავებული აზრი ზუსტად მაგაში გვაქვს. ანუ ნეო რო ამტკიცებს რომ ყოვლად ძლიერია, ანუ მე არ ვთვლი რომ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია. თუმცა მე არ ვთვლი იმას რომ რაიმეა მასზე აღმატებულიც. თუმცა არსებობს თითქმის ფაქტიურად თანაბარი ძალებით. ეხლა შეხედე როგორია. ორი წამი აი მან დავჭით უფალოა ამარი და სასმისია ესეთ მომენტი. ეხლა მომისმენი. რაღაცას გეტყვი. მე კი არ ვამბობ რომ ღმერთი ყოვლად კეთილია, მამას მე კი არ გეუბნები. მე გეუბნები ესეთ რაღაცას, თეკლა რომ შეუძლებელია რომ ყოვლად კეთილი არ იყოს და თან მოგყვები. რომ იმიტომ რომ ჩვენ თუ დავუშვებთ. ნეო კითხვაზე გამცემ პასუხს. არა, ერთი წამი. და შენ კითხვაზე პასუხს თუ გამცემ, შენ თვითონ მოგეთ მაგ კითხვაზე პასუხს. თეკლა თუ არ გამიგებ რასაც გეუბნები. ნეო ნახე არ უშვებს მაგას. შენ რასაც ახლა იძახი რომ ყოვლად ძლიერია, მაგას არ უშვებს, იმიტომ რომ ყოვლად ზუსტად მაგას უხსნი და ვერ ვაგებინებ და რა. როგორც იცით ორი წამი ძმებო და დებო. გთხოვთ, მართლა მაინტერესებს, ანუ არგუმენტს ხომ მიხვდით, ანუ მე არ ვამბობ რომ ღმერთი ყოვლად კეთილია, მე ვამბობ რომ შეუძლებელია რომ ყოვლად კეთილი არ იყოს. ანუ ხომ არა, ნეო, ნახე, ნეო, შენ იძახი რომ ყოვლად ძლიერიდან გამოყავს და ამან უკვე ყოვლად ძლიერიც უარყო. არ არისო ყოვლად ძლიერი. ღმერთი ყოვლად ძლიერი არ არის, მაგას იძახი? ხო, მაგას იძახი. ანუ მასზე ძლიერი არსებობს კიდე რამე? არა, მასზე ძლიერი არსებობს, თუმცა თანაბარი თასი. ყოვლად ძლიერი მაგას ნიშნავს, ეხლა მომისმენი. თანაბრობა ყოვლადძლიერობა არ არის, თანაბრობაა, ძლიერობა. მეტობა და ნაკლებობაზე არ არის, ტოლობაზე აქვს საუბარი. თეკლა, ღმერთზე ძლიერი არის რაიმე არსება? არა, მაგრამ თანასწორი არის, თითქმის. რომელი არსება ღმერთის? ნუ ამ შემთხვევაში სამაელზე მაქვს საუბარი. ანუ შექმნილი არსება შეიძლება მას აქვს შექმნის შესაძლებლობა. ღმერთი რითი არის ძლიერი, იმიტომ რომ მას აქვს შექმნის შესაძლებლობა. სამაელსაც აქვს შექმნის შესაძლებლობა. შემოქმედი შეუძლია იყოს. თეკლა. შექმნილი არსება, რომელსაც არსებობა დაიწყო და მარადიული არსება როგორ არის თანასწორი ერთმანეთში. ანუ იმიტომ რომ იერარქიულად ჯერ ღმერთი იყო და მე იყო ნებისმიერ ყველა არსება რაც ღმერთმა შექმნა და რანაირად არის მართალია, ნახე. უფალი იმიტომ არის ყველაზე ძლიერი, რომ მას აქვს შემოქმედის უნარი, ხო ესეა? ის არის შემოქმედი. რატომ მაგიტო არ არის რომ შემოქმედის უნარი აქვს? ანუ მარადიული არის. აი, კიდე რატო? იმიტომ რომ სუბთა აქტუალურობაა ერთადერთი. მაშინ ასე კითხავ, რატომ ვერ მოკვდა სამაელი? მიზეზი რა იყო? მოიცემ თეკლა ერთი წამი მაცადეთ ხო, მაგაზე არ აი რა, ანუ ნეო ნახე, კიდე საუბრობ მარტო მოკლე ჭრილში კონკრეტულ კითხვებს პასუხს ვერ ცემ. ანუ რატო? თეკლა, მომისმენი რაღაცას გეტყვით ხო? ანუ სანამ გადახვალ, რომ ანუ თუ არ გამომყვები რომ ღმერთი ყოვლად კეთილია, შენი პოზიცია იქნება ლოგიკურად აბსურდული, მაგას გეუბნები. რომ მეუბნები ეს დაეცა, ესენი შენ ვერაფერი ვერ გეცოდინება, იმიტომ რომ შეიძლება გატყუებდეს ყოველწლიერი არსება. ამიტომ თუ გამომყვები რომ ღმერთი ყოვლად უტყუარია და შესაბამისად ყოვლად კეთილია, მაშინ გავაგზავნოთ შეულობა. გამომყევი მაშინ მაგაზე. თუ არ მეუბნები რომ ღმერთი არ არის მატყუარა? ხო, რა თქმა უნდა, ღმერთი არ არის მატყუარა. ანუ ღმერთი არ არის მატყუარას არ გეუბნები. მე გეუბნები რომ შეუძლებელია ღმერთი იყოს მატყუარა. კი, ღმერთი შეუძლებელია იყოს მატყუარა, მერე? შეუძლებელია რომ ღმერთი ბოროტი იყოს შესაბამისად. ხო? ანუ მოყვება და სწორად შეუძლებელია ღმერთი ბოროტი იყოს. კი, რატო ვერ გაიგე ამდენი ხანი? გეუბნები მაგას. ყველა ვარიანტში ყოვლად კეთილი, ხო? ეგ გითხარი 20 წუთის წინ. კი. თეკლა აი ისა არ გითხოვს. გითხარი და კიდეც არ მისმენეო და იმიტომ მე გეუბნები რომ უფალი არ არის მატყუარა. და მე გეუბნები რომ უფალი ყველაფერს აკეთებს ადამიანებისთვის. მას უყვარს ადამიანები მართლა უყვარს. ანუ მეტი რა შენ არ აღიარებ წეგან რომ ღმერთი ყოვლად კეთილია. შენ ამბობდი რომ შეიძლება ღმერთი მე ვამბობ რომ ნახე კიდე გეუბნები, მე კიდევ გიმეორებ ჩემს სიტყვებს, კიდევ ერთხელ
რომ ღმერთი აკეთებს ყველაფერს ადამიანებისთვის, ღმერთი არასდროს არ იტყუება და ის ამბობს ჭეშმარიტებას. გასაგებია. თუმცა გეუბნები ღმერთი არის კეთილი ადამიანების მიმართ, თუმცა არა ანგელოზების მიმართ. მომისმინეთ, ეკლა მომისმინეთ. ანალოგიურად შეხედე, კიდე ერთ რაღაცას გეუბნები. თუ იტყვი რომ ღმერთი არის კეთილი ადამიანების მიმართ, მხოლოდ მაშინ ყოველ კეთილი აღარ არის. და ანუ სიკეთე ეგრე გამოდის, რა თქმა უნდა, ლოგიკა ეგეთია. მაშინ სიკეთე რეალურად არსებული მისი არ ყოფილა, ანუ მისი არსი სიკეთე არ ყოფილა. მისი არსი ადამიანებთან მიმართებაში კი. მიმართებითი არ შეიძლება იყოს თეკლა არსობრივ დონეზე. შენ რო კეთილი ხარ, მაგალითად ადამიანების მიმართ და არა სიტყვაზე ტარაკნების მიმართ ბოროტი ხარ? თეკლა რაღაც საკითხი. გეკითხები, მაშინ ბოროტი ხარ? პასუხობ, მეგობარო, პასუხობ, ვერ ერკვევი ფუნდამენტურ დონეზე საკითხში და გეტყვი პასუხობ. ნახე, მე ადამიანი ვარ, შენთან მიმართებაშიც და ტარაკანასთანაც მიმართებაში. ღმერთის არსი არის სიკეთე, ჩვენ ამას ვამბობთ. ღმერთის პრედიკატი კი არ არის უბრალოდ, ღმერთის არსი არის თვითონ სიკეთე. ხო და მომისმინე ხელ ყურადღებით. ანუ ჩვენ იმას კი არ მომობთ, რომ ღმერთი კეთილი მას შემდეგ კი არ გახდა, რაც ადამიანი შექმნა. ღმერთი კეთილი მას შემდეგ თუ გახდა, მაშინ ღმერთი გამოდის შეიცვალა. ღმერთი თუ შეიცვალა, უარეს მეტაფიზიკურ პრობლემაში გაყენებს. კიდე უარეს მდგომარეობაში გაყენებს, იმიტომ რომ არ შეიძლება მარადიული არსება არსი შეიცვალოს. ასე რომ ეგეც ლოგიკურად აბსურდულია. ამიტომ მომისმინე. თუ ღმერთი არის ყოვლად კეთილი, არ შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში ყოვლად კეთილი. ყოვლად კეთილი უნდა იყოს ზოგადად, არსობრივ. ხო და გეუბნები რომ არ არის და მოვყავს მაგალითი რატომ არ არის? ჩემო დაიკო, თუ არ არის, იგივე მეტაფიზიკური პრობლემის წინაშე ექცევი, რომ შესაძლებელია ღმერთი ყოვლად კეთილი იყოს, ანუ მაშინ სიგოროტე იყოს, თუ არის შესაძლებელი მაშინ სიგოროტე იყოს, შეიძლება გატყუებდეს, თუ არის შესაძლებელი რომ გატყუებდეს, ყველა ნებისმიერი რამე რაც ლაპარაკობ. მაშინ ესე კითხავ. შენ იცავ შენთვის ყველაზე საყვარელი, მაგალითად შენ შვილს, იცავ შენ შვილს და შენი შვილის დაცვაში სხვა რო ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს, სხვას კლავ. ანუ შენ ბოროტი ხარ? მაშინ ახლა ასე კითხავ. ანუ გაგიშვებ, არგუმენტს ვერ ხვდები და მეკითხები სხვა კითხვას. ხვდები არგუმენტს? არგუმენტი მიხვდები? აი კითხვას ხვდები? ხო და იგივეს გიტრიალებ და გეკითხები. ანუ შენ გამოდიხარ თუ არა ბოროტი, მაგ შემთხვევაში. ჩემი არგუმენტი გაიმეორო გთხოვ. აი მე რას გეუბნები, გაიმეორო ჩემი არგუმენტი. ანუ გავიგეთ, ნეო, გავიგეთ, რომ არგუმენტი გაიმეორე, აბა რას გეუბნები? მეუბნები იმას, რომ თუ ღმერთი არ არის ყოვლად კეთილი არსება და არ შეიძლება იყოს უბრალოდ ცუდი არსება, იმიტომ რომ ნუ გამორიცხულია მასში სიკეთის გარდა არ არის არაფერი. ვერ გაიგე. და კიდევ ერთ ანუ არა, არ ვთქვი, ანუ ვერ გაგიგე. გავიგეო იძახი და ვერ გაიგე. მე ვკითხე და მიპასუხობ, რაც არ მithქოს მაგას. მე გეუბნები რომ ღმერთი ყოვლად კეთილი თუ არ არის, ცოდნა იქნებოდა შეუძლებელი თეკლა ნებისმიერი რამის, იმიტომ რომ შეიძლება გატყუო. ჩემ პასუხს იგებ მაგაზე? ან ცემ მაგაზე პასუხს. გცემ რომ ყოვლად კეთილი არ არის ადამიანების მიმართ, არის კეთილი არსებების მიღებების მიმართ, მაგრამ არა ანგელოზების მიმართ. რამე რატო ვერ იგებ? ეგ გაყენებს, ეგ გავიგე და ეგ კიდე უფრო დიდი სისულელეა, ვიდრე მაგამდე ამბობდი. მაგას თუ იტყვით, ეკლა გამოდის რომ მაშინ ღმერთი შეიცვალა. და გეტყვი რას გულისხმობ. ანუ გამოდის რომ ადამიანის შექმნამდე ღმერთი არ იყო კეთილი, ანუ ღმერთის ეგ თვისება სიკეთე ყოფილა ადამიანზე დამოკიდებული. რაც არის ღმერთმა ამჯობინა ადამიანები ანგელოზებს, იმიტომ რომ ადამიანები მიიღო როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი, ანგელოზები არა. ამას ვიძახი ზუსტად. მას მიცა ადამიანებს მიცა იმდენის უფლება, რამდენიც ანგელოზებს არასდროს ჰქონდა. მე ამას გესაუბრებ. მაგ საკითხზე ვერ გადახვალ, ვერანაირად ვერ გადახვალ, სანამ ამ საკითხს ვერ წაული. მაგას რო იძახი რომ ღმერთი ადამიანებთან მიმართებაში არის ყოვლად კეთილი და სხვა არსებასთან ყოვლად კეთილი არ არის, მაშინ ყოვლად კეთილი აღარ გამოდის, იმიტომ რომ მაშინ კეთილიც აღარ გამოდის, იმიტომ რომ სიკეთე არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ რაღაცასთან მიმართებით. მაშინ გამოდის რომ ღმერთმა ზუსტად ეკითხე. შენთვის რა არის სიკეთე და ბოროტება? ბოროტება მანდიკვეთება უკვე მე. ეკლა არ გამაწყვეტი რომ ზოგადად არსებობს ესეთი მარტივი პრინციპი. ცვლილება ხდება მხოლოდ დროში. ანუ უდრო არსება რომელმაც დრო გამოიწვია, ეგ არსება არ შეიძლება არ იცვლიდეს. ანუ ესეთი რაღაც არსებობს, რომ კეთილი არ იყოს და არ შეუცვლია. მისთვის უბრალოდ შეცვალა პრიორიტეტი, რაც იყო მისთვის უფრო საყვარელი. მომისმინეთ ეკლა, თუ ვიძახი რომ არსი არ შეუცვლია, მაშინ ღმერთი კეთილი ყოფილა იქამდე, სანამ ადამიანს შექმნიდა, ხო არსეა? კეთილი მე არ გამხდარა. ზუსტად მაგას გეუბნები, ნეო, რომ მისთვის პრიორიტეტი არ იყო ანგელოზები, იყო ადამიანები, შექმნა ადამიანები. ეკლა კითხვაზე მიპასუხე. შენ თუ იზახი რომ ღმერთს არსი არ შეუცვლია, მაშინ გამოდის რომ ღმერთი კეთილი ყოფილა იქამდე, სანამ ადამიანი შექმნა, ხო არსე? კი, ეგრეა. და აი ანუ ღმერთი ადამიანთან მიმართებაში კი არ არის კეთილი, არამედ ზუსტად არა. მაგას არ ვამბობ. არ ვამბობ მაგას. მე გეუბნები იმას, უფალმა რომ შექმნა ადამიანები, ის ამჯობინა ანგელოზებს. ზუსტად მაგას ვამბობ. ვის რა ამჯობინა? მას შექმნა ადამიანები საკუთარ ხატად.
და არა ანგელოზები. ეხლა ვინ ვის რა ამჯობინა ამას არ გეკითხები. ანუ მაგაშიც არასწორ რაღაცა იზრდება, მაგრამ მეუბნები რომ ვინ ანუ როგორ არისო მაშინ კაი გეუბნები რაც მოხდა ანუ მეუბნები არა. ეხლა მაგას არ გეკითხები რომ ვინ ვის რა ამჯობინა. დაანებე გაქცევა სხვა საკითხზე თავი მარტივად მიპასუხე. ღმერთი კეთილი მას შემდეგ ხო არ გამხდარა რაც ადამიანი შექმნა. მეთანხმები თუ არა კი ან არა მიპასუხე და გავაგზავნე. არა. გეთანხმები კი? მეთანხმები. გეთანხმები. და აი ღმერთი კეთილი ისედაც ყოფილა მარადიულად ხო ასე? კი. ანუ მარადიული თვისება არ შეიძლება შეიცვალოს ხო ასე მარადიული დეფინიციურად რა მაგას თქმა უნდა. კი, მერე? ანუ გამოდის რომ ლოგიკური დასკვნა მოყვება რომ ღმერთი არის ყოველად კეთილი ხო ასე? მაგ ლოგიკით რაც ამბობ კი. მაგ ლოგიკით არა, ანუ აი ეს ლოგიკას სიმართლე ამ ლოგიკის წესებზე დამეთანხმე რომ ნეო, ვერ მოყვები და გეუბნები რაშიც აი რაში ვერ მოყვები, რომელში ვერ გამომყევი, რა გეუბნები, ანუ ნახე ერთი წამი გეუბნები, ნახე? სანამ შექმნა, გეუბნები, სანამ შექმნა. არა, რაც მე გითხარი რომელში ვერ გამომყევი. ანუ ადამიანი, ანუ არა ნეო, არა, ბოლოში არ მოყვები, ზუსტად მაგას გეუბნები. უფალი იყო, ყოველთვის იყო კეთილი. იქამდე სანამ პიროვნება კი არ შეუცვლია, უბრალოდ მას პრიორიტეტი გაუჩნდა. ის მიცა ადამიანს, რაც არ ღირსებია ანგელოზებს. ზუსტად მაგას გეუბნები, ნეო. შენ მედავები მე იმაზე, რა საკითხით შენ არ იცი და რატომ მედავები ამაზე ვერ ხვდები უბრალოდ. მომისმინე, ჩემო მეგობარო, ანუ გიტყდება თქმა რომ რამე არ იცი, მართლა ვერ ვიგებ. ეხლა მომისმინე, მე ამ ვიდეოს დავდებ, ანუ რაც ვილაპარაკეთ და შენ თვითონ რომ მოусმენ, მიხვდები, ანუ აბსოლუტურად, აი შეიძლება ეხლა ვერ ხვდები, მაგრამ რომ დავდები, მიხვდები რომ უყურებ. ბერჯერ თუ ნახავ, მიხვდები. ეხლა მომისმინე, გეუბნები კიდე ერთხელ. ნახე, სხვა რაღაც გეკითხე. შენ მეთანხმები რომ ღმერთი არის მარადიული არსება. მეთანხმები რომ ღმერთი კეთილი იყო იქამდე სანამ ადამიანს შექმნიდა. შესაბამისად ღმერთი რადგან მარადიულია თან კეთილი იყო, მარადიული ადამიანი რომ შეიქმნა პრიორიტეტად დააყენა ადამიანი და არ ანგელოზი. მაშინ შედიხარ მეტაფიზიკურ პრობლემაში რომ მარადილმა არსებამ შეიცვალა არსი, ანუ ყოველად კეთილი აღარ არის. ნუ არსი არ შეუცვლია იდეაში. ნახე, ანგელოზები ორ ჯგუფად იყოფა. შეხედე ერთი წამი, რომელიღაც ანგელოზის კატეგორიამ ხო მიიღო, ამიტომ მათთან არ შეცვლა. ეხლა ანგელოზ თავი დაანებე რა გჭირს მართლა ვერ ხვდები რაზე გელაპარაკები. ანგელოზ თავი დაანებე ის რაც შენ გონია რომ იცი სისულელეა დაანებე. დარჩი ორი წამი ელემენტარულ ლოგიკაში და მეტაფიზიკაში. დარჩი ორი წამი დარჩი. არ გადახვი ლოგიკას არ გადაუხვიდ. ლოგიკურად ჩვენ ვშელოთ ღმერთი არის მარადიული არსება და თან მისი აუცილებელი პრედიკატი არის ყოველად სიკეთე, ყოველად კეთილია. მეორე, ღმერთი არის მარადიული არსება და კეთილი იყო იქამდე სანამ რაიმე შექმნიდა საერთოდ, ანუ იქ სულ კეთილი იყო თავისი ბუნებითა და არსით. შესაბამისად აუცილებელი არის ის რომ ღმერთი ადამიანის შექმნის მერეც და ნებისმიერი შექმნის მერეს დარჩეს ისეთი როგორიც არის, იმიტომ რომ მარადიული კეთილი ნიშნავს მარადილ კეთილს, მარადილობა მაგას ნიშნავს. შენ თუ იტყვი რომ შეიცვალა და მაგის მერე უკვე გახდა და რაღაც სიბოროტე შეეპარა, მაშინ ეწინააღმდეგები აი ამ წინა აუცილებელ სამპირობას, ამას თუ შეეწინააღმდეგე, შედიხარ წინააღმდეგობის პოზიციაში. ასე რომ გეკითხები, რომელში არ მეთანხმები, რომ ღმერთი მარადიულია, მაგაში არ მეთანხმები, თუ ღმერთი კეთილი რო იყო და სულ კეთილი უნდა იყოს, მაგაში არ მეთანხმები, თუ რომელში, აი მითხარი კონკრეტულად რომელში არ მეთანხმები. წინა პირობებიდან. და მე გამოურიცხოთ დასკვნას. ანუ არ გეთანხმები იმაში, რომ ღმერთი არის კეთილი ანგელოზების მიმართ. ანუ გამოდის რომ ყველას მიმართ ვერ იქნება კეთილი. კარგი, თეკლა შეხედე. შენ მეთანხმები იმაში, რომ ღმერთი არის მარადიული. შენ მეთანხმები ღმერთი სანამ შექმნიდა რაიმეს ქმნილებას, მაშინაც იყო კეთილი. შენ მეთანხმები იმაში, რომ ღმერთმა არ შეიძლება არსი შეიცვალოს, იმიტომ რომ მარადიული არსება არს ვერ იცვლის და მე ამბობ ესეთ რაღაცას, ანგელოზის შექმნის მერე ღმერთი კეთილი აღარ არის. ამას ამბობ. შენ თავს ადამიანების შექმნის შემდეგ ანგელოზების მიმართ აღარ არის. მისთვის აღარ არის ანგელოზები პრიორიტეტი. ხედავ შენ თავს რო ეწინააღმდეგები, ეხლა თუ ვერ ხედავ. და რატო ეწინააღმდეგები ჩემ თავს? ეხლა იმიტომ ეწინააღმდეგები შენ თავს, რომ ჯერ ამბობ რომ ღმერთი მარადიული არსებაა და კეთილი არის. მე ამბობ რომ მარადიული არსება დეფინიციურად ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება შეიცვალოს მისი არსი და მე ამბობ და მისი არსი. მე არ ვამბობ, შენ ამბობ მაგას. მე გეუბნებ იმას. აი თეკლა, მე ვამბობ რომ მარადიული არსება არ შეიძლება შეიცვალოს, მე გონიას ჩემი აზრია პირადი. ცვლილება ხდება დროში. ეს არის ლოგიკა. ანუ ცვლილება შესაძლებელი არის მხოლოდ დროში. დაიწყებს იმ თეორიას, რომ ღმერთი არის დროის მიღმა. ანუ არა, ვიცი დროის მიღმა რო არის თეორია რა არის ფაქტია. ხო ხტები, ანუ ღმერთი არის დროის მიღმა. ანუ იმიტომ რომ დრო მის შექმნილია, ხო? და თუ ვიტყვით რომ სამყარო უსასრულო სიტყვაზე, ChatGPT-ს მაგას უხსნიდი, რაზეც დამეთანხმა, მაშინ გამოდის რომ დღევანდელ დღემდე რომ მოსულიყავით, უნდა გაგველო წარსულში მომხდარი უსასრულო დღეები. ამიტომ დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდო, ამიტომ ყველა ვარიანტში სამყაროს ანუ დროს სჭირდება დასაწყისი, ღმერთმა შექმნა დრო, ანუ არის დროის მიღმა. დროის მიღმა თუ არის დროის მიღმა ცვლილება არ ხდება, სტატიკური მდგომარეობა. ეხლა ნახე თუ ღმერთი არის მარადიული, უცვლელი და კეთილი. რანაირად შეიძლება რაღაცის შექმნის მერე ცვლილება განიცადოს თუ უცვლელი და მარადიული და კეთილი? ამიხსენ. რატო ზუსტად მაგას გეუბნები, ანუ
ნეო ზუსტად მაგას ვიძახი, რომ ეგ არის შენთვის რასაც არის შენ, ანუ რაც არის შენში, ანუ მე ვიძახი ზუსტად მაგას, რომ მან შეიცვალა არა დამოკიდებულება, არამედ შეიცვალა პრიორიტეტი. ადამიანი იყო მისთვის პრიორიტეტი, გაიგე? ადამიანების გამო გააკეთა ის, რაც გააკეთა. მაგრამ ეხა უყურე, ანუ ძალიან მარტივად ანახე, ვერ მივდივართ ერთ ლოგიკამდე. უბრალოდ რატო? ნახე, ეხა მე ერთად შენ მიმართ, რაც მაწვარებს და მასვენებს, არ მასვენებს, არის მარტო ის მომენტი. ეკა, ცვლილება რო ხდება დროში ვთანხმდებით, მაგაზე რომ udroობაში ცვლილება არ ხდება. აი მათემატიკოსმა კითხა. ანუ ნახე, მაგრამ შეუძლია დროს მიღმაც იყოს და დროს არც მიღმაც. მოდი მაგაზეც შევთანხმდეთ, ხო ესეა? რა თქვი? ანუ უფალს შეუძლია დროს მიღმაც იყოს და დროშიც იყოს. ყველგან შეუძლია იყოს. ეს ხო ესეა? გავიგე, მაგრამ თვითონ არსი დეფინიციურად არის udro, მისი არსი udroა. ყოფნა, ანუ იმანენტურობა რო შეუძლია სამყაროში იმოქმედოს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მას დროითი კატეგორია გააჩნია. თვითონ ბუნებაში არ გააჩნია დროითი კატეგორია, ბუნებით udroა. ამაშია საქმე. და რა ის ყოფნა შეუძლია თუ არა. მე შემიძლია ვიყო სიტყვაზე ოთახში, მაგრამ ოთახი მე არ ვარ, მაინც. და მაგას გიხსნი. ცვლილება ხდება ოთახში, ანუ ცვლილება ხდება დროში. ხო მივხვდი რას გეუბნები? ამიტომ გეუბნები. udro არსება, როგორ შეიძლება შეიცვალოს. აი ეს ამიხსენი. ლოგიკურ კითხვას გისვამ. ანუ რაღაცა მითებზე არ პასუხი რო გამცა შეგიძლია? სამაელი და მითებზე და ანგელოზებზე ლაპარაკი არ დამიწყო ლოგიკურ. ანუ ეს ჩემთვის არის მითი, ჩემთვის როგორ არის მითი? ანუ სამაელი მითია? მოიცა ერთი წამი სამაელი მითია? ანუ მითია ის სამაელი თუ მითია, მაშინ ანუ უფალი მითი არ არის? ანუ მიქაელი მითია? გებრიელი მითია? ორი წამი გაჩერდი. ბიბლია მითია მაგას მეკითხები? არა, გეკითხები, ანუ სამაელი თუ მითია, მაშინ ამას გეკითხები, მიქაელი, გებრიელი, ურიელი მითია? გეტყვი რა არის მითი, ყველაფერს გეტყვი რა არის მითი, მაგრამ სანამ ახამდე მიხვალ პასუხი უნდა გამცა კითხვაზე. რატო ეწინააღმდეგები ლოგიკას? ამეცი ამაზე ჯერ პასუხი. ანუ რო ამბობ რომ მითია, ანუ გეკითხები არის თუ არა გებრიელი, ურიელი, მიქაელი მითია? არა, არ ვარ ებრაელი. თეკლა მე გეტყვი რა არის შენი პრობლემა. გეტყვი რა არის შენი პრობლემა. მელაპარაკები რაღაც წიგნზე და ანგელოზებზე და მე მომყავს არგუმენტი რომელიც წინ უსწრებს მაგ წიგნს და ანგელოზებს, ანუ მომყავს არგუმენტი ეპისტემოლოგიაზე. ეპისტემოლოგია იცი რა არის? ნეო, ნახე ერთი წამი არგუმენტი. ნახე, მეტად რომ ნიჭი არ არის ის ადამიანის, რომ რაღაც არ ესმის გააგებინო. უყურე გეუბნები. თემთვის შენი არგუმენტი მისაღები არ არის. მეტი რანაირად გითხრა. მე კითხები რატო? იმიტომ გეუბნები რატო? ორი წამი გაჩერდი. თეკლა შენთვის მიუღებელი არის მაშინ ლოგიკა. ლოგიკა შენთვის მიუღებელი. ანუ ეს შენ თვლი ეგრე, ხვდები, ეგ შენი აზრია. თეკლა მე ვთვლი არა. ანუ ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ ცვლილება ხდება დროში და არა udroობაში. აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ udro ღმერთი ცვლილებას ვერ განიცდის არსის. ეხლა მარტივ კითხვას კითხავ. აი ძალიან მარტივ კითხვას არა, თეკლა ამაზე გამცემ პასუხს. ლოგიკიდან გამომდინარეობს რომ ცვლილება ხდება დროში და udro არსება ვერ იცვლება. udro არსება რადგან ვერ იცვლება, აქედან გამომდინარე ღმერთი ვერანაირად ვერ შეიცვლება. შენ ამბობ ღმერთი შეიცვალა, ანუ ეწინააღმდეგები ლოგიკას. და რადგან ლოგიკას ეწინააღმდეგებს. გეუბნები მიზეზი რატოც შეიცვალა ნეო და ბაბში აიგნორებ მაგ თემას. მე უკვე დაგამივიწე მიზეს არ გეკითხები. მე გეუბნები რომ ვერ შეიცვალა. შეუძლებელიაო. შეუძლებელია მეთქი. მიზეს არ გეკითხები. მე მგონი უკვე საკმარისი ყურადღება მიიღო თეკლამ და ეგო უნდა დაკმაყოფილებულიყო წესი. აი მარიამ არ შეიძლება. არ შეიძლება. არ შეიძლება. ანუ არ შეიძლება, იქნებ მართლა არის. იქნებ ერთი წამი გთხოვთ რა, იქნებ მართლა. აი ამდენჯერ? არა, უბრალოდ არ უნდა. აი ერთი წამი მე გავიგე, ანუ მე უფრო მეტად მეშლება ნერვები რომ არ ესმის. ეხლა ჩემზე მეტად ნერვები ახლა არავის არ გეშლება. მე ვხსნი, მე მიწევს ახსნა, მაგრამ იქნებ მართლა ვერ გაიგო. და მაგიტო ანუ ვერ გაიგებ ეს ადამიანს. მართლა არის დარწმუნებულია რომ ვერ გაიგო. აი დარწმუნებულია რომ ვერ გაიგო. ანუ ვერ გაიგო, მაგრამ აი ორი საათი ერთი და იგივე სტრიმი მოსაბეზრებელია. ხო, ცალკე ხსენი, ცალკე დაურეკე, ცალკე ლაპარაკე. აი გავიგე, მარიამ, ოკეი, გავიგე, wait, ოკეი. თეკლა მოიხსენი, მიუთი შენ თავს დააჭირე და მიუთი მოიხსენი. იმიტომ რომ მეგობრებო, ანუ მე არ შემიძლია ადამიანზე სიტყვაზე ვარაუდი გავაკეთო, ანუ იქნებ შეიძლება მართლა არის, შეიძლება აგება ანუ ორი ვარიანტია და ეგ მაგას მე ვერ გავიგებ ხა ის ხო არა ვარ? ნახუან. მე არ ვბრაზდები, არც ნერვები მეშლება, არც ერთი წამითაც კი წარბი არ შემიხლია და ვიტყვი რატო. თქვენ აგენახებთ ბიჭო, მე ვხსნით თქვენ. კი ბატონო, არა, მე შენი უნდა დამემოწმო რა ბიბლიურ დამემოწმო რა ის საკითხული მაქვს ისედაც კარგ ახლის სკოლის პერიოდში, ანუ ვიცით რომ იოტის ოდენარწმენის შესახებ ბიბლიაში წერია, ხო?
და ჩემი აზრით იმოდენა რამ შეუძლია რწმენას მთების გადადგმა, ხო? იმოდენა რამ შეუძლია რწმენას, რომ შენ რასაც იჯერებ, იმას ხედავ სამყაროში და ის ხდება სამყაროში რა. ანუ მე არ ვამბობ, თეკლასთან მე არაფის თქმა არ მინდა. ერთყუვილია, ანუ რასაც იჯერებ, ის ვერ მოხდება სამყაროში. შეიძლება დაიჯერო, რომ ხდებოდეს, მაგრამ არა, იმას ხედავ, უბრალოდ. ისი დანახვაც გინდა, იმას ხედავ. არასწორად შეიძლება შენ თავს დააჯერო თავი რაღაც სიცრუე, კი შეგიძლია, კი. ღმერთმა მაგის ის მისა ადამიანს, ანუ ნების. მე როგორ ვამბობ, იცი? აი, ოკეი, თეკლა რამეს გვეტყვი ამ საკითხზე, რაზეც გაჭედილები ვარ თუ არ გვეტყვი? და თუ გვეტყვი ამ საკითხზე, გითხარი. ნეო, ნახე, ფიზიკურად ნახე, რაზეც ვლაპარაკობთ, უბრალოდ გამოდის, რომ ვდაობთ. მე ვიძახი, რომ არა, შენ იძახი, რომ კი, მე გეუნები ისევ რატო არა, შენ მეუნები ისევ რატო კი და ვერ მივდივართ კონსენსუსამდე. თეკლა პრობლემა რა არის გეტყვი? შენ ვერ მეუბნები რატო არა და გეტყვი რატო ვერ მეუბნები. როცა ცდილობ ამიხსნა რატო არა, მე მიწყებ ანგელოზებზე ლაპარაკს და ჩემი კითხვა წინ უსწრებს ანგელოზებს ღმერთის. ნეო, მე მიჩნდა, მე იმიტომ გისმევ მაგაზე კითხვას, უბრალოდ ვფიქრობ, რომ შენ არ იცი. და ზუსტად ამიტომ მიჩნდება, იმიტომ რომ შენი პასუხები იმდენად მოიცავს ერთი და იგივეს, უკვე მიჩნდება, რომ შენ არ იცი ეგ. თეკლა მომისმინე ხო, ნახე რაღაცას გეტყვი, აი კიდევ ვერ ხვდები და ანუ ეხა აგიხსნი რაღაცა, ნახე. რომ სანამ გადახვალ ანგელოზებზე, სანამ დაიწყებ ლაპარაკს, ჩემი არგუმენტი ეგ არის, რომ შენ ეპისტემოლოგიური კრიტერიუმი არ გაგაჩნია საერთოდ რომ ანგელოზებზე ილაპარაკო და აი ეპისტემოლოგია თუ არის რა არის, ანუ ნახე მოიძიე მაგაზე ეპისტემოლოგია, როგორ შეიძლება ცოდნის მეცნიერება, როგორ შეიძლება რაღაც იცოდე. ეხა ნახე რაღაცას გეტყვი, რაღაცას გიხსნი. ჩვენ ანუ ლოგიკის კანონებიდან გამომდინარე, სუფთა ლოგიკის კანონებიდან გამომდინარე, რო აქვს რამდენიმე ესეთი, ანუ დასკვნა მიღებული, რომ ცვლილება ხდება დროში, ლოგიკიდან გამომდინარეობს, უდრო არსება, თავიდან ბოლოს ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ ვერ შეიცვლება. შესაბამისად, არ შეიძლება უდრო არსება, კეთილი იყოს და შემდეგ კეთილი აღარ იყოს. ესეთი რაღაც შეუძლებელი, რა არის ის ცვლილება, მაშინ შეუძლებელი. შენ თუ იტყვი უდრო არსებამ ცვლილება განიცადა, მაშინ ეწინააღმდეგები ლოგიკას. ასე რომ დამიწყებ ანგელოზებზე ლაპარაკს, ეს ქნა კატეგორია თვითონ ჩემი არგუმენტის კატეგორია არის higher order კატეგორია. ანუ ხო ხტები რას გეუბნები? შენ ხო თან ამერიკაში ხარ, უცხოეთში ხო ხარ? ხო. ხო ხტები, ანუ არსებობს ზოგადად ორი კატეგორიის ლოგიკა. higher order logic და არსებობს ანუ lower order logic, ანუ ლოგიკური გამონათქვამები რო დავყოთ ორ კატეგორიად. მაგალითად tree is green. ეს არის low order logic statement. მაგრამ პრედიკატული განცხადება, რომ აი აუცილებლობიდან ეს x is y ან რაღაცა ეს თემაზე რო ეს არის მეტაკატეგორიის განცხადება. ანუ თვითონ საფუძველი, ანუ რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წინადადება ხე არის მწვანე, ისე რაღაცა არის მწვანე, რომ ეს წინადადება შესაძლებელი იყოს, აი ამაზე მსჯელობ, როგორ არის ეს შესაძლებელი. ამიტომ გეუბნები, ლოგიკიდან გამომდინარე, უდრო არსება ცვლილებას ვერ განიცდის, შენ თუ მიიღებ სოფხედელობაში პოზიციას, რომ უდრო არსება კეთილი იყო და შემდეგ სიბოროტე შეეპარა ეს რაღაცას თუ მიიღებ, მაშინ შენი პოზიცია იქნება ლოგიკურად აბსურდული, თუ ლოგიკურად აბსურდული იქნება, შენი პოზიცია სიმართლე ვეღარ იქნება. ეს არის ჩემი არგუმენტი უბრალოდ. ხო მივხვდი და მე რაც არ უნდა იმჟელო ანგელოზი ეს უკვე გიწევს აბსურდული პოზიციიდან მსჯელობა და არ ჩანს. მოდი დაუშვათ, რომ ეხლა მე შენ დაგთანხმდი და გამოგყევი ყველაფერზე იმაზე, რაც ციცახი. დაუშვათ. ყველაფერზე გამოყოლა, არ მჭირდება. მე მჭირდება ამაზე რომ გამო. კიდე მაინტერესებს, ნახე. დაუშვათ და გამოგყევი ყველაფერი. იმაზე დაგეთანხმე, რომ კი, ყველაფერი კი, გითხარი ყველაფერზე კი. დაუშვათ და გითხარი. ანუ მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ძალიან ჩამყვა. ანუ ამბობ მითოლოგიაზე რო ლაპარაკობ, ანუ შენთვის ეგ მითია? თეკლა, აი რაღაცას გეტყვი. მე ერთ რაღაცას გაგისწორებ, რომ მე ყველაფერზე გამოყოლა არ მჭირდება შენგან. მე მჭირდება რომ გამოყე ლოგიკაზე, რაც ჩემთვის ექსკლუზიური არის. გამოყევი დაუშვათ შენ ლოგიკაზე. ანუ გიკითხე მაშინ ეს ყველაფერი მითია. ჩემი ლოგიკა, თეკლას ლოგიკა, მარიამის ლოგიკა, ესეთი რაღაც არ არსებობს. ლოგიკა არის უნივერსალური, ჩემთვისაც და შენთვისაც. ერთი ლოგიკა არსებობს, მაგრამ შესაბამისად ლოგიკის კანონებს თუ მიყვები ჩემს განცხადებებს, ანუ ლოგიკის კანონებიდან გეუბნები, აი ამ დაუშვათ მივყევი, თქო, მაგას გეუბნები, დაუშვათ წამოყევი, მოდი დაუშვათ. თეკლა თუ მიყვები ამ განცხადებებს, ანუ არის შენთვის მაშინ ის ციგნი, რომელიც გეუბნება, რომ ღმერთმა რაიმე, აი ოდნავ მაინც არასამართლიანი გააკეთა. ან ოდნავ მაინც რამე შეცდა, ან ოდნავ მაინც სიბოროტე გამოჩნია, ოდნავ მაინც. აი ეგ ციგნი იქნება სრული აბსურდი ისევ ლოგიკის კანონებიდან გამომდინარე. ნეო, მაშინ ამას გეკითხები. ეხა, კითხვას გისმევ მარტივად. მოდი, გინდა მათეს სახარებიდან მომიყვანე მაგალითი, გინდა ბიბლიიდან, საიდანაც გინდა მომიყვანე მაგალითი.
მე ვერ ვიპოვე ეგ მაგალითი და მაგითო გეუბნები. ვერ ვიპოვე. ნახე, რისთვის დაეცა ანგელოზები? კარგი, მე ხა მაგაზე გეტყვი. კიდე ანგელოზები. რადგან შევთანხმდით, კაი, რადგან მომყვება და აღიარა რომ ღმერთი ყოვლადკეთილია, არ შეიძლება ყოვლადკეთილი. მე არაფერი არ ვაღიარე, უბრალოდ გიხარი დაუშვათ და ვაღიარე. გამეცი უბრალოდ პასუხი. იმიტომ მე ვერ ვუყურე, მოდი იქნებ შენ მოძებო და გამცე უფრო კითხვა და მაგაზე შეიძლება გავიგო. თუ აღიარებ გეტყვი ანგელოზები რატომ დაეცნენ? გეტყვი. მითხარი რატომ დაეცნენ? აღიარე, გამომყევი და გეუბნები. ანუ შენ გჭირდება მაგის თქმა რომ ადამიანმა რაღაცა ესე ტყუილად აღიაროს რაც არ ჯერა და ოღონ იმიტომ რომ ეგო დაიკმაყოფილო? ანუ სიტყვაზე მე აი აღიარე. არა, ეგოს დაყმაყოფილების ეგოს დაყმაყოფილების მიზნით არა, დებათ ჭირდება და გეტყვი რა. ახლა მაგალითად სიტყვაზე მე არ მინდა რომ აღიარო 2+2 და 4-ია. მაგრამ 2 თუ ვიღაცა მიმტკიცებს ლოგიკურად რომ 2+2 4-ია აი მე მომცნე ვაღიარე რომ 2+2 4-ია. გეკითხები, ანუ მომიყვანე რაიმე მაგალითი რატომ დაეცან ანგელოზი? რატო დაეცა ანგელოზი? ანუ ყოველად ეთილ ღმერთს რა. ოღონ შენი აზრი არ მომიყვე. ანუ მაგალითი მომიყვანე. მაგალითს გეტყვი და გეტყვი. მე ვერ ვიპოვე და მაგითო. აგიმტკიცებ. თან, რასაც ვიტყვი და მომამტკიცებ. პირველ რიგში იცოდე რომ ანგელოზი რო დაეცა, მაშინ ადამიანი არ არსებობდა საერთოდ ეს პირველ რიგში, ანუ რომ ადამიანი დააყენა და მაგითო დაეცა. ადამიანი ვაფშე აი მაგაზე განსხვავებული ცოდნა გვაქვს. არა, განსხვავებული ცოდნა თუ აქვს იესოს ეწინააღმდეგები და მე გითხარი რომ დაგიმტკიცებ. განსხვავებული ცოდნა გვაქვს ადამი და ევას გამო. კაი, შემდეგ? ანუ ისა, მე გითხარი რომ დაგიმტკიცებ. იესო ამბობს, იესო გიმტკიცებს მაგას. მე არ გეუბნები, ეს არის მე ხო. აი წარმოიდგინე, ეხლა წარმოიდგინე, მე შეიძლება ინდუქციურად არ ვაკეთებ კომენტარს, გისმენ უბრალოდ. ოკეი, აი რაღაცას ვიტყვი, რაღაცას აგეს. მე შეიძლება ინდუქციურად რაღაც გავიგო, ლოგიკიდან გამომდინარე რაღაც გავიგო, მაგრამ მე არ მეცოდინება ანგელოზი როგორ დაეცა, ეს უნდა გავიგო წყაროსგან, მისთან მიმართებაში. აი მაინტერესებს მე ვერ ვიპოვეთ ხო და შენ მითხარი რომ ბიბლიიდან რომ დაგიმტკიცო რომ ანგელოზი დაეცა. სანამ შეიქმნებოდა ადამი. მეტყვი რომ ვერ მითხარი რატომ დაეცა და შემდეგ ეგ კარგი, მე გეტყვი მაგასაც რატომ დაეცა. ანუ მეტაფიზიკური აუცილებლობით აღიხსნი რატომ დაეცა და მე განახებ რომ დაეცა ადამიანამდე და ევამდე. გეტყვი. აჰა, ოკეი. ჯერ რატომ მითხარ და მე მიზეზი რატომაც ანგელოზი დაეცა არის ის რომ მას არ უნდოდა ღმერთის სიყვარულში გაჩერება. ეს არის მიზეზი. თან ეს მიზეზიც აუცილებლობაა რომ იცოდე. რაიმე სხვა მიზეზი თუ იქნება, მაშინ ღმერთი ყოველდღე მოსიყვარული აღარ არის. რაიმე პატარა სხვა მიზეზი მაინც თუ იქნება. ანგელოს არ უნდა და ღმერთის სიყვარულში გაჩერება. ეხლა განახებ იესო სადაც მაგას მიგანიშნებს. ვინ იყო ეგ ანგელოზი? ეგ ანგელოზი იყო, აი ლუციფერს ვისაც ეძახი მაგალითად ეგ და ანუ იყვნენ სხვა ანგელოზები. ლუციფერს საერთოდ ანგელოზები არ ვიცი იცი თუ არა მაგის შესახებ ნეო, მაგრამ ელით სახელი ანგელოზის ფარდება, რაც უფალს ნიშნავს. ნუ ეგ გეცოდინება სავარაუდოდ. მის სახელი ლუციფერი არ იყო, სამაელი იყო ნამდვილებში. ელოჰიმზე ამბობ და ელოჰიმი კი. თვითონ სიყვარი მრავალ მნიშვნელოვანი. ანუ ელოჰიმი ეწოდება მოსეს ბიბლიაში, ელოჰიმი ეწოდება ეს. უფალთან ყველა ანგელოზი ერთი მაინც მომიყვანე, რომლის სახელიც არ მთავრდება ელით. აი, გავიგე, მაგრამ რაღაც მე გეტყვი დისტინქცია რომ ყველა სახელი ელით მთავრდება. არა, მომისმინე რაღაცას გეტყვი. ეგ ანგელოზების სახელი შენ რო იცი სხვა წიგნი. მე გეოპარაკები, ანუ სწორი წიგნი. ეხა ნახე რაღაცას გეუბნები. ანუ ნეო, ნახე, ეხა კაი, არ ვსაუბრობ დემონოლოგიაზე, ვსაუბრობ ანგელოზზე და მეუბნები რომ შენ რო იცი, ანუ რა, მიქაელი არ არის მართლმადიდებლობა, ანუ მართლმადიდებლობაში არ გვხვდება? ანგელოზის სახელები ეხა არ გვაინტერესებს, ცოტა ხანი ანგელოზებს არ ეწყინებათ, ანგელოზები ცოტა ხანი არ გვაინტერესებს, თუ ართ ღმერთზე კონცენტრირებულები, ამიტომ ანგელოზებს პირიქით გაუხარდებათ. ანგელოზებს უხარია, ჩვენ ღმერთზე ვართ კონცენტრირებულები. ამიტომ ანგელოზები ცოტა ხანი არ გვაინტერესებს. ეხა ნახე. ეხა ჩვენ ანგელოზის სახელებზე კი არ ვშევ. ჩვენ ვშევობთ როდის დაეცა ანგელოზი. ეს ხო უნდა გავიგოთ ბიბლიიდან რამენაირად, იმიტომ რომ ანგელოზი რო დაეცა, იცი ბიბლიიდან. აქედან გამომდინარე ბიბლიაში ვიპოვოთ ამაზე ინფორმაციას და წაგიკითხავ. იესო ამბობს თან წარმოიდგინე ამის. ოკეი, წაგიკითხავ შეიძლება? კი, გესმენ. აი ხა ნახე. მოიცა გავხსნი, ოკეი? ანუ თავს. კი, გავდები, გისმენ. აი სანამ გახსნის, მანამდე ჩვენ ვიჭარავთ როგორ გავიღალეთ ამ ყველაფერს. ხომ არა. აუ მარიამ, ესე ძალიან თუ დაიღალე, შეგიძლია წახვიდე, easy. ხო, თან რა ცეკლავი და ტოვებ მე. ერთი წამი. ხო,
ანუ ჩემო მეგობრებო, გთხოვთ 2 წამი მომისმინეთ, გთხოვთ. ანუ გეხვეწებით, ანუ ლაივში მაშინ მომიწევს რომ გათიშვა საერთოდ, იმიტომ რომ არა. ანუ მესმის რაღაც გაგებით ამხელელია, ერთი და იგივე სახსნის პროცესი, აშკარად მესმის რომ ნართლაც ამხელელია. თუმცა, რატომაც ეს გაგრძელდა ერთი და იგივე პროცესი, მინდოდა უშუალოდ ვისაც უხსნიდი, იმას გაიგო და არ დავუგო. იმიტომ რომ ყველაფერი ესმის, მაგრამ არ უნდა აღიარება იმის, რომ მაგას მე ვერ გავიგე, მარიამ, ეხა ეგ როგორ დავამტკიცე? ანუ ეგ ხო არ შემიძლია? ბაკ მაინც სულ აკერია პირზე რომ გავიგე ანუ მარიამ მე ორი ვარიანტი ანუ მესმის გეთანხმები გავიგე ანუ მესმის ასე მარიამ დისკუსიის მნიშვნელობა რა არის ანუ არა ორი ვარიანტია რომ ანუ სიტყვაზე ადამიანმა ან ვერ გაიგო ან გაგება არ უნდა ორივე შესაძლებელია მესმის მაგრამ მე არ ვიცი არგუმენტებიც სჭირდება მაგრამ მე არგუმენტები ვერ მოვისმინე ანუ არ არის საჭირო მე ჩვენ გავიგეთ ერთმანეთის არგუმენტები და ანუ თუ შენ ვერ გაიგე ეგ არ არის არგუმენტი მეც ვერ მოვისმინე მაგრამ ოკეი აი გავაგრძელოთ ახლა რა whatever Okay, please, let's continue, please, okay. ეს არის იოანეს ახარების მერვე თავის 44-ე. ფარისევლებს, რომლებიც ქრისტეს ღმერთობას შეგნებულად უარყოფდნენ, ესმოდათ, მაგრამ უარყოფდნენ, ესო ეუბნება ესეთ რაღაცას. თქვენ მამათქმენის ეშმაკისგან ხართ და მამათქმენის სურვით აღსრულება ხსურთ, დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში ვერ დაიმკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში როცა სიცრუეს ამოს თავისას ამოს ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის мама. ეხლა შეხედე ნახე რას გეუბნები. აი ბერძნულში აი ამას დედანში თუ წაიკითხავდი, ამას თუ დედაში წაიკითხავდი. დასაბამითგან თვითონ აი ეს სიტყვა შეესაბამება წინადადების ორივე მხარეს. ნახე? მამათქმენის ეშმაკისგან ხართ, იმიტომ რომ დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში ვერ დაიმკვიდრა, ამასაც დასაბამითვე შეეფარა. დასაბამითვე ჭეშმარიტებაში ვერ დაიმკვიდრა. რადგან დასაბამითვე ვიცით რომ დასაბამითვე ანუ დასაწყისშივე ანუ კრეაციის დასაწყისშივე რადგან ვიცით რომ ეშმაკი უკვე არსებობს და დაეცა შესაბამისად ანგელოზის დაცემა მოხდა პირველ დღეს და ადამი რომელ დღეს იქმნება კრეაციის ბოლო ანუ გასაგებია მე 6 დღე